ეს ჩვეულებრივი ბუჩქი არ გეგონოთ, ან ყვავილი. ეს არის სამკურნალო ბალახი, რომელსაც ძველად იყენებდნენ სასქესო ორგანოს განსაკურნებლად. ასევე ეს ბალახი შველოდა პოტენციის ამაღლებისთვის, როგორც ქალებს, ასევე კაცებს. რაც შეეხება ძველ ტრადიციებს, საქართველოში ყველამ ვიცით, რომ არსებობს ახტალის ტალახი. მე პირადად ვერ მოვიძიე ინფორმაცია, პირველად ვინ გამოიყენა ეს ტალახი, მაგრამ ძალიან ბევრს წერენ და ამბობენ, რომ ეს ტალახი ყველა დაავადებას შველის. განსაკუთრებით ხერხემალს, მარილებს და ასე შემდეგ. აი ახლა გაჩვენებთ აი ამ ტალახის ეფექტს, რა ეფექტი ექნება. რას გრძნობ? სითბოს, ასე უცბად? ძველ დროში აი ამ ტალახით კურნალობდნენ, მთლიანად ჩაწვებოდნენ ხოლმე და რამოდენიმე საათი ჩერდებოდნენ. 10 სეანსის შემდეგ უკვე პაციენტი განკურნებული იყო. და სხვათა შორის ქალბატონები, რომლებსაც შვილი არ ყავდათ, ძალიან ხშირად იღებდნენ ახტალის ტალახის აბაზანებს. ახტალის ტალახს სახეზეც ისვავდნენ, რომ ახალგაზრდები ყოფილიყვნენ, მომხიბვლელები და სხვათა შორის ძალიან კარგი სუნი აქვს ამ ტალახს. დღეს ხუთშაბათია 22 საათი სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. დღევანდელი გადაცემის თემა არატრადიციული მედიცინა, ექიმბაშები თუ შარლატანები. გვიყურეთ ძალიან საინტერესო გადაცემა ქართულ ტელესივრცეში და სხვა რაკურსით დაინახავთ ყველაფერს. სხვათა შორის ჩემი შესახებ უნდა გითხრათ აუცილებლად, მე მაწუხებს დიაბეტი და თავიდან სანამ მივმართავდე კლასიკურ მედიცინას, ვსვავდი ერთ-ერთი ბალახის ნაყენს და ძალიან ცუდად გავხდი. დამიმძიმდა მდგომარეობა, რომ არა ჩემი პირადი ექიმი ნანო ბართია, მე დღეს აქ ესე არ ვიდგებოდი და მადლობა მას ამისთვის. ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი თემურ ციკლაური. არატრადიციული მედიცინის თუ გჯერათ საერთოდ და თუ მიგიმართავთ. პირველი მე ის მიგვირს, რომ მომღერალი კაცი დამიძახეთ მედიცინის გარშემო ალაპარაკოთ. იცით რატო? ჯერ რატო? გამოიყურებით ძალიან კარგად, დადიხართ ძალიან მხნედ, ხართ ჯამრთელი და რამე მეთოდს ხო არ ფლობთ, აი ეს მეთოდი კი ბატონო არის ამაში. უნდა გიყვარდეს ხალხი, აუცილებლად უნდა გიყვარდეს. ფიზიკურ სხეულს აუცილებლად დიდ პატივს უნდა სცემდე და რა თქმა უნდა სულს პირველ რიგში უნდა სცემდე პატივს და მის განვითარებას ხელს უწყობდე. ფილიპინებზე რომ იყავით, აი ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი საქართველოსდან, რომელიც იყავით იქ და არაერთხელ პირველი თან პარალელურად თქვენი თვალით ნახეთ ეს ყველაფერი და აი ეს რო გაგვიზიარეთ. ძილერები ჩემი გასარჩევი არ არის ნამდვილად ეს ნუ დამავალებთ ამას, იმიტომ რომ ეს მრავალი საუკუნეა მოსდევს ეს კულტურა ფილიპინებს 94-95 წლებში ეგრე მომიწია ჩემს ერთ-ერთ მეგობართან იქ წასვლა გვარებს მოგკითხავ ძალიან ხოთ არ არის საჭირო მას ჰქონდა ომის შემდეგ დატოვებული რაღაც ვენების გაგანიერება ეს რაღაცა და უცებ გაუგია რომ ხილერებთან შეიძლება ჩასვლა ადვილად მკურნალობა ცოტა ოდენ ინგლისური მეხერხება ასე ვთქვათ ხო და წავიდეთ და ერთად ჩავედით მართლა განკურნეს მართლა ეს პროცესია იცით ესე 5 წუთში ვერ მოგიყვებით
ვერც უარს ვიტყვი იმაზე, რომ არაფერს არ აკეთებენ და ვერც დაგიდასტურებთ იმას, მაგრამ დასტურის სახით მე შემდეგ მომიწია, მე გავარდა სახელი თემური, თურმე იქ ფილიპინებზე ხალხს იცნობსო. და მოგაკითხათ ბევრი. მომაკითხა მეორე. თქვენ უკაცრავად, აი თქვენ რატომ დათანხმდით? ისეთი არაფერი არ გაწუხებდა. ადამიანო, რო ჩახვალ, მე არაფერი არ მაწუხებდა, კაცო. საინტერესოა, ხო? ძალიან საინტერესოა, ხო? საოცარი ჩემი მეგობარი, რომელსაც ჰქონდა უაღრესად რთული დაავადება, უაღრესად. ეს არის კუჭნაძლავის დაავადება, მოარჩინა. ბატონო თემური, თქვენ ამბობთ, რომ არაფერი არ გაწუხებდათ, მაგრამ აი ეს მაინც რა გააკეთეს მათ? აქ მე სხვებიც მაქვს, ეხლა რო გაჩვენო შეცუდათ არ გახსნებ ხოლმე, ხო? ტკივნეულია, ანესთეზია. აბსოლუტურად არაფერს არ გძნობ. ესენი ხედავენ, მათ აქვთ ხედვა. გონით ხედვა, იგი ხედავს შენს აი ამ სხეულს და სად რა სჭირდება, რომელი ორგანო არ მუშაობს ისე, სადაკლია ენერგია რომ მიცეს, ან სად მოაცალოს. იგი შედის ეთერულ სხეულში. და შენ გონია რომ შევიდა იქ შენ ფიზიკურ სხეულში, არ არის ეგ ისე. ეთერული სხეული და მეტალური სხეული იმეორებს ზუსტად ფიზიკური სხეულის რაც ფიზიკური სხეულია. ამიტომ ეს ოპერაცია კეთდება მენტალზე, ამდაც ეთერულ სხეულს. მაგრამ ჩვენ აქ ხედავთ სისხლს. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ. სისხლი, იმიტომ იქ არის სისხლი, იქ და რა მაინტერესებს, იცით, აი ეს სისხლი მოიწმინდა, შემდეგ შეხორცება როგორ ხდება თუ საერთოდ არაფერი არ. სველი ტილო ქონდა აქ სადღაც არის. ხო და ის გადამისვა ეგრე და მორჩა ადეგია. ბატონ თემური, მე მგონია რომ თქვენთვის საინტერესო იქნება, ჩვენ გვყავს სტუმარი გიორგი ხუნძახიშვილი, რომელიც არის ადამიანი რენტგენი და ჩვენ ამ ბიჭმა გაგვაოცა და გიორგი გთხოვთ მობრძანდით ეს კი მართლა საინტერესოა. დაბრძანდით გიორგი. გამარჯობა გიორგი. აბა გამატარე რენტგენში. და ყველაზე საინტერესო რა არის, იცით, საერთოდ გამოცდილი ადამიანები უფრო კარგად ტყუიან. მოგეხსენებათ, ხომ? გიორგი არის ძალიან ახალგაზრდა. რამდენი წლის ხარ გიორგი? 20 წლის. 20 წლის. რამდენი წლის იყავი, როცა პირველად შეამჩნია, რომ რაღაც უცნაური ქონდა თუ უცნაურს ხედავდი? ნუ დაახლოებით ის პერიოდია, უკვე რაღაცების გაცნობიერება რო დავიწყე, ანუ ხდებოდი, რომ სხვასთან როგორც ხდებოდა, ისე არ ხდება ჩემთან და არ ვიცი როგორ თქვა, უფრო გამოიწვია მე ის რომ ხალხი ფიქრობდა, რომ რაღაც ვერ ამბიჩი, ასე შემდეგ, მაგრამ გამოჩნდა ისეთი ადამიანები, ვინც დამეხმარა, ვინც გამოიკვლია და ასე შემდეგ. მაყურებლისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, ადამიანს აი როგორ ხედავ? რენტგენი პირობითად შემარქვეს. ორგანოს ესე ხედავ თუ ფერით ხედავ? არა, მე ფერს ხედავ, ორგანოს მე ვერ ხედავ. თანახმა ხარ რომ პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ და მოდი დაუძახოთ ერთ ჩვენს ცნობილ მსახიობს კახა მიქიაშვილს, რომელიც დაგვთანხმდა ამ ექსპერიმენტზე და ბატონ თემურსაც არ უნდა ვაწყინოთ, რა თქმა უნდა თუ ის თანახმა, რომ გიორგი კახა გთხოვთ. დაიწყო. ანუ რაც ყველაზე შესამჩნევია ამ შემთხვევაში ესა კახას ხერხემა. ხერხემლის პრობლემა დაახლოებით მაქვს შესაძლოა, მაგრამ ისე რომ მაწუხებს ხერხემლის პრობლემა არის, მაგრამ უფრო ჩანს რომ ტრავმისგან მიღებული. არა, არანაირი ტრავმა არ მომხია. ჩავერიო, შეიძლება? კი, შეგიძლიათ. ადამიანის ფსიქიური მდგომარეობიდან არის გამომდინარე ფერის ცვალებადობა. მე შემიძლია ჩემი ორგანოს ფერი შევცვალო და ყველას ეცვლება ფერი. იგი ერთი ფერის არასოდეს არ არსებობს. ავატყოფ ორგანოს თუ სხვა ფერი აქვს. ჯანმრთელ ორგანოს სხვა, შენ ფერებით. შენ მე ფერი მითხარი, მეტი არ მინდა არაფერი. შენ ხო ხედავ გულს? ხედავ? რა ფერისაა?
ამ შემთხვევაში მუქყავისფერში. მუქი ყავისფერი? მაგრამ არა ეს რაც უნდა. ეგრე ვერა ყოფილა ჩემი საქმე კარგად. არა, იმას არ მიგახსენ. გული რა ფერია საერთოდ? შენ როგორ ხედავ გულს? ანუ ჩემ ახლოში წითელია. წითელია. და სხვა ყავისფერი რა შემთხვევაშია? დაძაბულობა, უკმარისობა. კი, რა თქმა უნდა. შეყვარებული გული, არა შეყვარებული. გიორგი, არა, შეყვარებული გული რა ფერია? არა, გული სიყვარულის მიხედვით ფერს არა, აბა სიყვარული სად ხდება ეს? აბა ციტავს რო განახებენ, გულ გვატყუებენ ხოლმე ადამიანს თითგულს. ეგრე. სულს თუ აქვს ფერი? სულს? არ ვიცი ნამდვილად. არა. ფია მე მგონია გაცხოვა. მე მგონი. კახა, შენ თუ დაგჭირვებია, ან თუ ქონია შემთხვევა, რომ მიმართე ექიმბაშს. მე ჩემ თავზე არ გამომიცდია ის და არც სამი საჭიროება მადლობა რომელიც არ ქონია. ჩვენ ახლა შემოგვიერთება ძალიან საინტერესო ადამიანი და ყველასათვის საყვარელი მსახიობი ზურა ყიფშიძე. სადამ კითხვას დაგისვავთ, მანამდე სიუჟეტი ვნახოთ ექიმბაშებთან დაკავშირებით და მერე ვისაუბროთ. ჯადო, რომელიც მამაკაცის პოტენციას ასუსტებს, დაპირებული მკურნალობა, რომელიც საბოლოოდ პაციენტის გაუპატიურებით სრულდება და კახელი ექიმბაშის მიერ სახლის პირობებში დამზადებული წამალი, რომელმაც პაციენტი თითქმის იმსხვერპლა. აუხსნელი ფაქტები და უეცრად დანგრეული ოჯახები. ნათელმხილველი ლია ხუციშვილის რჩევები. მამაკაცები სახლიდან არიან გასულები. ეს ეშმაკს ყავს საყვანილი. მამაკაცებს კეტავენ, რომ თავის ცოლთან არ მივიდეს. დაგაბარე, მე მომიტანე 4 ბოქლომი. ორს მე ყველა ჯვარი წერია ჩავკეტავ იმ ვიღაცა კაცს და ქალს. იმასთან უკვე იმ კაცს ურთიერთობა აღარ იქნება. გასაჭირი აქვს სიტყვაზე მამაკაც, ცოლს ვერ უბედა. წურს, თვეები, წლები, აქნას რა იმას გონია ცხოვრება დამთავრდა. პოტენციალი ყველაფერი დაიბრუნოს. ამბავი ექიმბაშზე, რომელიც სოფელმა გამოაძევა, შეურაცხყოფილი მოსახლეობა და სამკურნალოდ მისული გაუპატიურებული ქალბატონები. ექიმბაში დომენტი ქორიძე, რომლის სამედიცინო ისტორია კრიმინალური გარჩევით დასრულდა. ასე ამბობენ, რომ აშინებდა, რომ თუ მათთან არ იცხოვრებდნენ, იტყოდა და ამით აშანტაჟებდაო. ისე დადიოდნენ და ვინმე თუ შუაჭკვა ქალი ნახა, შეიყვანდა ოთახში, აშიშულებდა და ასეთ მდგომარეობას. სექსუალური ძალადობის ხმები ხდებოდნენ ეს ქალები. დედამისმა შვილს ასწავლა და ამ დომენტიმ გამოიყენია ბოროტად ეს საქმე. სპეციალური წიგნი ჰქონდა, იმ წიგნებში ნებისმიერი დაბადების სამკურნალო საშუალებები იყო. იმაში ყველანაირი იყო სექსუალურიც, არასექსუალურიც. ამბავი მაინც არ დაიმალა და აღშფოთებულმა ნათესავმა მოძალა და ექიმბაში დაჭრა. ეს ამბავი რომ ასე დაინახა ეს სურათები ნაირისნარი პოზებში და ფორმებში ეს ქალები გაგიჟდა. ეს კაცი თურმე რას არ აკეთებდაო. სოფელმა რამდენჯერმე მოითხოვა ბრალდებულის განთავისუფლება, რადგან თვლიან, რომ სოფლის და გვარის შეურაცხმყოფელი ღირსეულად დაისაჯა. მე ასე ვფიქრობ, რომ საშუალების სოფელში არაა. ახლა ჩვენ სოფელ ბადიაურში ჩამოვედით. ეს ვალიკო აგულაშვილის საცხოვრებელი ადგილია. როგორც ექიმბაში ირწმუნება, მისი საოჯახო რეცეპტით დამზადებული წამალი ქალებში უშვილობას, ხოლო მამაკაცებში პოტენციის ამაღლებას შველის. ოჯახში იყო წამალი და იმ შემდგომ საფუძველი შეეყარდა. ვისწავლე მე ყველაფერი ფუტკარი და ყვავილია. ფუტკრის ერთ-ერთი ნაისავი, რომელიც თავს არ აკეთებს. უგუნალო პროსტატაზე და უშვილობაზე. სპერმაში თუ 70 არ არის, განაყოფილება არ ხდება. ყველა სავიყვან 70-ამ. ქალი კიდე უშვილი არ არსებობს. თუმცა საზოგადოებაში აზრი ორად იყოფა. თანასოფლელები მის საქმიანობას დადებითად აფასებენ. ძალიან კაი ექიმია და ბევრს უშველა ძალიან. დაჟე ისიც მსმენია, რომ უცხოელებსაც მიმართიან თუ რა ვიცი. უკახულო კაცი მივერა. ლარი გადამირჩენია, ლარი. საოპერაციო გამომიყენებს ღერო არ გაიკეთო ოპერაცია. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ბას-გიტარისტი დავით ბერულავა, რომელიც ექიმბაშის წამალმა სიკვდილამდე მიიყვანა. აგეროვა სამანგოში შენი ისო და სულს გაფამს. ვინამე და უთხრა მითხო დათო ბერულავა. ეწერა სინამდვილეს. შემაში ეწერა ბერულავა, ვიღაცა დათო ყოფილი. პირადად რომ მე ის აქვს მომდე რაღაცა არ მახსოვს იმიტომ ჩემთან რა ოპერაციები ადამიანი ვერ მოვა. და იმას არ გქონდა 5 ოპერაცია გაკეთებული. ან დამემალა, ან რაღაც მოხდა სხვა მწავრობა. ჩვენი ინფორმაციით საბედნიეროდ მუსიკოსი ამჟამად თავს კარგად გრძნობს. ბევრი მცდელობის მიუხედავად მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. თქვენ სვავდით ვალიკო აგულაშვილის წამალს.
ერთხელ და რა დაგემართათ? ჩემმა მეგობარმა რაც განსვენებულმა ჩემმა მეჯვარემ დათო სოხაძემ ჩამომიტანა მე ეს კაცი მერე ვნახე ჩამომიტანა და ნუ მითხრა რომ სახარო ჭირიანი ხარო რაღაცები გთქიო მითხრა არაფერი ისეთი არ მთქივა ნუ გასუფთავების ეს პროსტატა პირველად გავიგე არა მოხდა საოცრება იმიტომ რომ თავარი არ მითხრა ჩემი სიდადრი მივლიდა დილის 10 საათზე ესე იგი უნდა დალიოს ღამე უნდა დააყენო მე უნდა გაფილტრო და ღამის 10 საათამდე გაქვს აი რა გაქვს არაფერი არ არის უცბად აქ ტყივა აქ და რაღაცა წამოგივა ცხვირიდან ყურებიდან და ასე შემდეგ გაფრთხილებული იყავით? გაფრთხილებული ვიყავ მაგრამ თავარი არ მითხრა თუმცა ცხელ ვანნაში უნდა ჩავწოლილიყავი და მე მშრალად გადავიტანე თავისი პროცედურა აქვს კი უნდა ჩაწვერო იოლად ეს ყველაფერი საკმაოდ ისეთი რთული ის არის მაგრამ მე გაუძელი სუსტად ვიყავი ერთი დღე მაგრამ მე ვიგზენი რაღაც ის ძალადაც ვიგზენი და როგორ ენდეთ ბაბნოზურ აი როგორ ენდეთ კი გასაგებია მეგობარი ცუც არ შემოგთავაზებთ მაგრამ ან ის მეგობარი როგორ ენდო იმას გამოცდილი ქონდა ეს და ამიტომ კი და ძალიან კმაყოფილი იყო ხო მაგრამ ერთმა გამოცა და მეორე მე ვიცი ზოგს დაჭირდა სასწრაფო ზოგს ექიმი და ზოგს არ ვიცი ეს პანიკა უფროა გაუძლებს ადამიანი თუ გჯერა შედეგის თუ გჯერა ყველაფერს გაუძლებს ქალბატონი მყავს ერთი არაჩვეულებრივი რომელიც წმინდავს ისიც ნახალოვკაში ცხოვრობს სპორტსმენები დადიან მაგასთან წელიწადში ორჯერ ერთხელ შეჯიბრის წინ წმინდავს ფილტვებს გასმევს რაღაც ბალახებს და ამოდის ეს ყველაფერი და რო ვიკითხე ნუ მე რა აი რაო მოურია ჯოხი და აწია ესეთი ფარდა იყო ბოდიშვიხტი აი ეს გამონაყოფი ფურთხს რო ეძახიან ის მილიარდი აი ესე აწია გააკეთე გავაკეთე იმასთან დავდივარ უკვე 10 წელია წელიწადში ერთხელ წელიწადში ერთხელ ესე გამოდის რომ მაინც ამ ხალხური მედიცინის უფრო გჯერათ არა უფრო არა უბრალოდ იმისიც მჯერა და იმის ხა მე იმდენი ოპერაცია მაქვს გაკეთებული როგორ შეიძლება ქირურგის არ მჯეროდეს იმიტომ რომ იმაკერა ფეხები ხელები თავი რა ვიცი ყველაფერი ხო და სახალხო მედიცინა თავის შედეგები აქვს და ოპერაციებსაც თავის მაგრამ აი ამ ცუდად ყოფნის დროს იფიქრეთ რომ ხო არ უკვდები ან რაღაც აი რა ესეთი ტკივილი იყო რომ ერთი-ორჯერ ვიფიქრე რომ მორჩა ესე იგი მივდივარ მაგრამ 10 საათზე საღამოს გაჩერდა ეს ყველაფერი გიორგი გახლავთ ადამიანი რენტგენი ეს შეარქვეს გაინტერესებს გიორგი შეგიძლია რამე უთხრათ ბატონ ზურობს მე მეტყვის იმიტომ რომ მე იმდენი ბალაჩკები მაქვს რომ მეტყვის კისერი სულ კისერი მაქვს საშინდე აბსოლუტურად სწორია გაკავებული მაქვს ძლივს ვატრიალებ თავს ოსტეოხონდროზი მაქვს უხლების ორივე ოპერაცია მაქვს ხერხემის ქვედან ხარა ჩანს კი აი კუჭზე ეროზია არ ვიცი კუჭი არ გაწუხებს უფრო ნაღველი მაწუხებს უფრო ავზე ესე მეუბნებიან შეიძლება კუჭიც იყოს არ ვიცი და თავის ტკივილები თუ გაქვს აი ამ კისრისგან მე მჯერა ესეთი რამები ჯერათ ხო? კი, რა თქმა უნდა. მე ვიცი, გადასარევი ასეთი სოდასთან დაკავშირებით. მე მომხმარებელი ვარ. იქამდე ვარ მომხმარებელი, რომ ვიბანავებ სოდიან წყალს ვივლებ მთლიანად. და მართლა შედეგია ძალიან. ხო, აი საიდუმლო გავეცი. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და იმედია რომ ჯამრთელები იქნებით და ბედნიერები და ყოველთვის მომხვალთ ჩემთან გადაცემაში. მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ ეხლა შეხვდებით ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად არის ცნობილი და თქვენ მას იცნობთ გენიალური ფილმიდან შერეკილები. ეს დაიხედები ამ სახლში. ბუხარი იყო გასაწმენდი. ყველამ თავის ბუხარს მოუარეს. ისე გასტუკიანო პეპელა. მას თქვენ ჯერათ რომ გაფრინდებიან, ჰა? აბა ეხლა გააღეთ პირდას თქვით. აბი გლუკოზა და ბროწეულის ოყმები. ბატონო აბრევ. დიახ. მოდი ბევრი არ ვილაპარაკოთ და პირდაპირ უთხრათ მაყურებელს, რამდენი წლის ბრძანდებით. იცით რა? მე მახსოვს მაგალითად უძლეველი არმადის ცხოვრება და დაღუპვა. აჰა.
მაშინ 12 წლის საოცარი. ისე კი უნდა დაჟევი სულ რაღაც 4 საუკუნის გამოდიხართ და ისევ ახალგაზრდად გამოიყურებით და ჯობსი მართლა გითხრათ მე დაახლოებით რომ გითხრათ თითქმის 100 წლისა ვარ რა ტაში მე ძალიან მინდა ვიცოცხლო თქვენ ასაკამდე და თანახმავარ რომ აი ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ და აუცილებლად თქვენც უნდა იცოცხლოთ და მე ერთად ვისეირდოთ და იოგა ბაღბოსტანში თქვენ ხართ იოგის მოყვარული და იოგათი ხართ დაკავებული დიახ ეხლაც ვარჯიშობთ იცით რა იოგა ცალკე არ შეიძლება რომ განიმარტოს იმიტომ რომ ის უნდა შეერწყას ისეთ სახეობებს რომელსაც ახლა რომ გავავრცელო დილამდე ვერ მოაწერა არა დილამდე არ გვინდა ამიტომ მოკლედ გეტყვით დიახ როგორც ნაკრები აი ესეთია და ვარჯიშს მე არ ვეძახი მე ვეძახი მოძრაობას როცა თქვენ თავს უყურებთ ფილმში კვირცხლი როგორ მოგწონთ ის ქალი საოცარი სირბილით როგორ გარბიხართ როცა თქვენ თავს უყურებთ რა შეგრძნება გაქვთ აი ამ გადმოსახედიდან ამ გადმოსახედიდან გული გწყდებათ როცა ჩემ თავს უყურებ მე იმდენად გავერთობი ხოლმე როგორც კარგი ფილმის ყურების დროს და მხოლოდ აღვიქვავ იმას რაც ხდება და განვიცდი და მაგ დროს განზერჩება ჩემში ფილოსოფია და ასეთი მსჯელობა და ასეთი გონივრული რაღაც დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობის საიდუმლო რა არის ჩემი ჯანმრთელობის საიდუმლო სულ უბრალო რამეა და თქვენ გაგიკვირდებათ კიდევაც არ არის უბრალო 100 წლამდე ადამიანმა იცოცხლოს თან ესეთი შემართებით ჩაი როგორი მეტყველება როგორი პათოსი დაგრჩათ და ეს ეხლა თქვენ ცოტა გვეხუმრებით თუ გახსოვთ აი ეს ინტონაცია და ის ტექსტი რომელსაც თქვენ ფილმში ამბობდით აბიგლუკოზა და აი რამე ტექსტი გახსოვთ ფილმიდან მაგალითად მე შემიძლია გავიხსენო აი ეს მომენტი რომელიც რატომღაც ჩვენების დროს ბოლოს პუბლიკის ჩვენების დროს გამორჩათ წყალში იჯდა ადამიანი ჩემი მიზიდებით და ვანებს ღებულობდა მივიყვანეს მე იმისთან და აი აქ არისო როგორ ახალ მეთქი შემომხედა თქვენ ისახართ არა არა თქვა არაფერი მე ისა ვარ და ეხლა იმის დასამტკიცებლად რომ მე ისა ვარ გააღებინე აბიგლუკოზა და მივეცი ჩავდე ატყდა სიცილი ერთია მოვიდა მოვიდინეთ რომ მე თქვენ მოგართვით უნიკალური ნაშრომი უმაღლესი კატეგორიის კონდიტერებისაგან ჩამოსხმული კამფეტი და მოგაწოდეთ აი ხანდახან წარმოსახვით შეიძლება რომ ეს მიიღოთ და აი რა ვქნა წარმოიდგინეთ რომ მე მართლა მაგ და მართლა გადმოგეცით დიდი მადლობა საოცარია გაიხარეთ ბრავო შევჭამო თუ შევინახო უიმე შეინახეთ მანამ ძალიან არ მოგინდეთ აბიგლუკოზა რაც შევინახავ აუცილებლად შევინახავ მე ვიცი რომ გაამართლებთ მაგ თქვენ ფიცს დიდი სიამოვნებით გაამართლებთ უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და იმედს ვიტოვებ რომ მომავალ წელს კიდე მოხვალთ ჩვენთან და ერთად ვიმხიარულებთ და გავიხსენებთ ძალიან ბევრ ამბებს და ისევე როგორც ეხლა ოფში კი არ გავიწურე
არა, აი თავისით მოდიოდა და რამდენი რამ დამრჩა სათქმელი ვერ წარმოიდგენთ. აი დაიმახსოვრეთ. რა გინდა ყველაზე მეტად? აი რა მინდა? ის მინდა რომ ის რაც არის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარონ ჯანმრთელობას რაც ეხება და მიიღონ მხედველობაში რომ ხანდახან უძრაობა უფრო მეც შეძენს ადამიანს ვიდრე გადახტომა, გადმოხტომა და ყირაზე გადასვლა. ეს ჩემ თავზე გამოგწადე სიჩუმეში, მდუმარებაში წოლიარე დავფიქრდი და ვთქვი, რისთვის ავართ ცოცხალი? რისთვის? რომ დაუმტკიცოთ ადამიანებს, რომ სიცოცხლე ერთია და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყოველი წუთი, არ დავხარდოთ და არ გადავხაროთ სადღაც მოუსავალში ის ძვირფასი მომენტები, რომლებიც არ აბრუნდება. ჩვენ გეთაყვანეთ, ჩვენ ჩემი სიცოცხლე და თქვენ ერთი ხართ. მე ვფრთხილები ჩემ თავს იმისათვის, რომ კიდევ მეტი დრო დავხარჯო თქვენთან სოუბრად. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა. ასტროლოგი, წინასწარმეტყველი, ქალბატონი ანა ლენორმანი. ასტროლოგია ეს არის ცალკე მეცნიერება, წინასწარმეტყველება ეს არის ნიჭი, უთავსებთ ერთმანეთს, ანუ ერთმანეთს ეხმარება ეს თქვენი ნიჭი და ის ცოდნა, რაც თქვენ აბსოლუტურად ყველაფერი პატნოგია ერთიანია. თუ ასტროლოგია არიცი, თუ რელიგია არიცი, თუ არ გჯერა რაღაცა სასწაულების, აბსოლუტურად არაფერი არ არის. ქალბატონო ანა, რა დაავადებებს მკურნალობთ? პატნოგია, მე არაფრის დიდებით სამედიცინო სფეროს არ ვეხები, მაგრამ როცა ხდება, რომ ადამიანი მიდის მედიცინის კუთხით, ნუ არ შველიან, ხო, წამლებს ვავენ, ყველაფერი, მაგრამ საშველი არ ადგება, იქ значит უკვე მე მომართავენ, იქ არის აურის დარღვევა, იქ არის ბიოველის დარღვევა და როცა მე ვხედავ, რომ იქ ბიოველი დარღვეულია, ჩაკრა არის ჩაკეტილი, აი იმ მომენტში უკვე მე ვიწყებ მაგათი მკურნალობას და ბევრი გამიკურნია. ქალბატონო ანა, ეხლა მე რო თქვენ ჩემ თავზე არ კითხოთ, მაყურებელი არ დამიჯერებს, რომ მე რო ისე გაგიშვათ, რომ არ კითხოთ, რომ მე რა მჭირს? ბატონო გია, თქვენ აურა კი არა დარგვეული. ყოველთვის ემოციონალური ხართ, ძალიან ემოციონალური. გაქვთ ცისფერი ფერის აურა, რომელიც ყოველთვის არა, მაგრამ აღიზიანებს ზოგიერთი ადამიანებს. ზოგჯერ თქვენ გინდათ გამოხატოთ, რომ თქვენ კეთილი ხართ, მაგრამ თქვენ სიკეთეს მაინც ვერ ხედავენ და მაინც არის ყოველთვის დისბალანსი გარკვეული და თქვენ ახართ სოციუმთან ნახევრად განსხვავებული და რომელიც ნახევარი სოციუმი ვერ ღებულობს თქვენა, მაგრამ ფაქტიურად ვერ ღებულობენ რა ჭირთან ადამიანს. იმიტომ რომ არიან დღევანდელი დღით არიან როგორ სოციუმ და ინდიგო, ნახევრად ინდიგო ხარ. რა წამოვიღე აქა. გავსინჯოთ ჯერ რადიუსი თქვენი. მე ესეთი რამეები ძალიან მიყვარს, მე მაგ ძალიან ბევრი. გავსინჯოთ ჯერ რადიუსი. რამხელა რადიუსით ახარ თქვენ. მე გავსინჯოთ თქვენი აურა, სად მდებარეობს თქვენი აურა და ვნახოთ რა ხდება თქვენ ორგანიზმში. თვალები დავხუჭო? არ არის საჭირო. შეგიძლიათ უყუროთ თავისუფლად. მე ხლა რო ვღელავ? აი, ორ წუთში აღარ იღელვებთ. რადიუსი უდიდესია. რადიუსი არის მთლიან განზომილებას. ანუ სტუდიას ფლობთ. აურაც. დაუკარით ტაში, მე სტუდიას მთლიანად გადიხარ გარეთ. გარეთაც გავდივარ? კი, გარეთ. და იქიდან გარეთ გადიხარ. დირექტორის კაბინეტთან?
ცოტა იქით კიდე? კარგია. ევროპა ამ ადგილზე. ფერი გამოყოფილი აქვს სინიცვეთ. ლურჯი. ეს რას ნიშნავს? ეს არის ნახევრად ინდიგო. ნახევრად ინდიგო. თქვენ ძალიან გაგიძნელდებათ სოციუმთან, ისეთ ხალხთან ურთიერთობა, რაც არის ცოტა უმაღლესი ფენა. თქვენ ყოველთვის თქვენთვის იქნება როგორ გია, ჯეჯანიძე. ჩემი დევიზი იცით რა არის? რას დავეძებ? კი ბატონო. მაგრამ თქვენ დასულში აი პირდაპირ ძალიან დეპრესიულად გრძნობთ თავს. მარტო რო რჩებით, ცრემლიც არ აყოფნის. მადლობის მეტი რამეთქვის, დიდი მადლობა მოგზანებისთვის. სტომატოლოგი, რომელიც მკურნალობის დროს ქვებს იყენებს. სტუდიაში ეკა სამადაშვილი. ალბათინო ეკა, იმის გარდა რომ ხართ ექიმი და კლასიკურ მედიცინაში მიღწევები გაქვთ, იყენებთ ასტროლოგიურ ქვებს. იცით რა არის, ქვები ზოგადად არა, ეს არის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, არის მკურნალობა. და ვიყენებთ ამ მთვარის ფაზებს. ანუ პაციენტი რომ მოდის ჩემთან, მე ვეკითხები ის რომელი ზოდიაქოს ნიშანია და ამის შედეგად მე მექმნება მასზე გარკვეული, ანუ ფსიქოტიპი, ვიცი უკვე ეს ადამიანი როგორი ფსიქოტიპის ადამიანია და მე ვიცი უკვე მასთან როგორ უნდა ვიმუშავო, როგორ უნდა მივუდგე მას. აი თქვენ ბრძანდებით ვერძებს ეშინიათ ზოგადად კბილის ექიმის და აი წარმოიდგინეთ მე რომ ის დავიბარო სავსე მთვარის დღეს მისი ეს ცეცხლოვანი ენერგია გარდაიქმნება ცეცხლოვან აგრესიულ ენერგია და ის საოცრებას მოახდენს სტომატოლოგიურ კლინიკაში. მაგრამ მაგ დროს რო ამტკივდეს კბილი, როცა იცით რა არის, არსებობს განსაკუთრებული აუცილებლობა. რა თქმა უნდა, ამ დროს პირველი დახმარება პაციენტს უნდა გაეწიოს. ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ როდესაც უკვე იგეგმება ვიზიტი სტომატოლოგთან, ამ დროს ხდება გათვალისწინება, რომელ დღეს უნდა დავიბარო ის და რომელ დღეს არა. და მერწმუნეთ, როდესაც არის დადებითი დღე, ვიზიტი სტომატოლოგთან არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და გართულებების გარეშე. რა რეაქცია აქვთ პაციენტებს, როდესაც თქვენ იმის გარდა რომ ეკითხებით სად გტკივათ, რა გტკივათ და ასე შემდეგ, ეკითხებით ზოდიაქოს ნიშანს? ზოგს უკვირს ძალიან რატომ ეკითხება, რატო გჭირდებათ, მაგრამ ზოგმა იცის ვისთან მოდის, ასე ვთქვათ, ჩემთან რომ მოდის და რომ ხელმძღვანელობ მე ამას და ასე რომ პრობლემა არ არის ხოლმე. ამასთან დაკავშირებით. უღრმესი მადლობა. მადლობ მოწვევისთვის. ყველაზე სკანდალური ადამიანი დომენტი გაგნიძე. იგი დაკავებულიც იყო და მას ბრალიც წაუყენეს. ბატონ დომენტი, თქვენ ეს წამალი ისწავლეთ სიზმარში. როგორ დაიწყო ეს? როგორი სიზმარი იყო ამ პერიოდში იყო ეს? გეტყვით. მე ვიყავი ძალიან ძიმე თავად. კუჭნაწლავი მქონდა დავანდე. 9 დღემდე სასმესავს ვომდი და აი ეთყობა იმან იმას ის მიიღო რა. წამოვედი და მუხაშავრიასთან გევესინჯე იმას და დღესაც ყურებში ჩამესმის რომ ოჰოჰო ზახინი იმისი რა. დღესაც ყურებში ჩამესმის. ეს რა ხდებაო გასწ რა ხდებაო და მე არ მითხრა, მაგრამ ჩვენი ვიცი თქვა წაიყვანა სანამ იცოცხლებს ოჯახის წევრები. ოპერაცია რო გავაკეთოთ, მაგიდაზე დარჩებო. იმ საღამოთი ვნახე სიზმარი. ღამე გამომეცხადა ანაფორაში გამოწყობილი ვიღაცა. გამომეცხადა და მეუბნება აი ეს წადიმ თათუშეთში. აი ეს სამლები უნდა მიიღო იქაო. ავდექი და რომ გამეღვიდა, მე ვთქვი კაცო რა ხდება ეს ჩემ თავს. რა ხდება მეთქი და ავდექი და წამოვედი, სადღაც მიუვალ ადგილებში ვიპოვე რა. მივაგენი რაღაც თამას. ეხლაც მკურნალობთ? მარა. პაციენტები ყავთ? მარა.
და ლიცენზია? თავს არ დავანებებ. ლიცენზია? ლიცენზიაც მაქვს სულ ყველაფერი მაქვს. და თქვენ ხო დაკავებული იყავით? ვითომ ვიყავი დაკავებული მაგათთან. მაგრამ არ ვიყავი ნამდვილად დაკავებული. არ იყავით დაკავებული. და აი ეს ამბები რომ რაღაც მილიონი წაიღე. 1,200,000 წაიღე. სად ქონდათ შენახული? მართალია ის ამბავი, რომ წედე ტუალეტში ქონდა ჩაკიდებულიო? არა, ტყუილია. აბა სად ქონდათ? მუთაკაში? ტყუილია, მუთაკებში კი არა მქონდა, სეიფში მქონდა. სეიფში? სეიფში და ჩემ ფულს სადაც ვინა შევინახავ, კაცო, ვინა იკითხო? ვის ვინა იკითხო? საიდან მოგროვდა ეს 1,500,000 ფული? პაციენტებისგან? 1,241,000 იყო ზუსტად. მილიონ ლარი თუ დოლარი? ლარი. საიდან მოგროვდა ეს პაციენტებისგან? პაციენტებისგან მოგროვდა, მაგრამ მე ხო ვიხდიდი თან 70-ში ოფიციალურად საგადასახადოს უხდიდი? უხდიდი, მაგრამ მე უხდიდი საგადასახადოს. ბატონ დომენდი, რამდენი წლის ბრძანდებით? 80 წელი. თქვენთან რომ მოდიოდა ხალხი, იქ იყო რამოდენიმე ადამიანი, რომელიც თქვენ ყავდათ დაქირავებული და ისინი ყვებოდნენ რაღაც ზღაპრებს, რასაც ამბობენ. მე იმას გეუბნებით. აი თქვით, როგორ იყო? მე გეტყვით სიმართლეს. თუ გინდათ რომ სიმართლე გაიგოთ, ჩემგან უნდა გაიგოთ. დიახ, აი იმიტომ მე ტყუილი 80 წლის კაცი ვარ. ტყუილი არასოდეს არ მithქვამს. არასოდეს არ მithქვამს ტყუილი. და არც ვიტყვი. არც ვიტყვი ტყუილს, ღმერთმა თქვა, ვინც იტყვება. იმიტომ გაუძენი ამათ თორე 5 წელიწადი ამათ რა გაუძელებდა. ანუ თქვენ ეხლა ლიცენზია გააქვთ? მაგრამ კაცო ლიცენზიაც მაქვს და უფლება გაქვთ რომ გაკეთოთ. უფლებაც მაქვს და აკი ვეუნები დამიჭირეთ მეთქი ვეუნები. დამიჭირეთ, დამილუქეთ ისა ვერც მიჭერიან, ვერც მილუქავენ. და ისევ იმდენი ყავთ პაციენტები, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი პაციენტი ყავთ. არა, შემცირდა, მაგრამ ყავ მაინც. არიან. და აი დაუშვათ თქვენ თამამად შეგიძლიათ თქვათ რას კურნავთ. სულ ყველაფერი თუ კი რაიმე დაავადება არსებობს, ჩვენ ებოლას უნდა მოვსვათ. ებოლას უნდა მოვსვათ ჩვენ. თავად თქვენ იღებთ იმ წამალს? მაგრამ კაცო ანუ რას აპირებთ ახლა რამდენი წელი უნდა იცოცხლოთ? მე 100 წელს ვიცოცხლებ და მაგრამ 100 წლის მერე არ მინდა. რატო? არ მინდა. ამათ ხელში სიცოცხლე სიკვდილი მიჭებია დღესვე. აი მე უნდა მოვიდე და გააკეთეთ სიკეთე, მაგრამ მჭირდება? მჭირდება? აუცილებლად აქ ჭირდება. აუცილებლად ჭირდება ამას. ესა და რატომ? აბა მითხა, რატომ მჭირდება? რა მჭირს მე? არაფერი არ აქვს, მაგრამ უნდა მიიღო. რატო მივიღო? არაფერი არ მჭირდა, რატომ მივიღო? ახ ტანით მე აღარ გავიზდები. ნაოჭებს ეგ წამალი არ გაასწორებს. ფული რა მწარია. როგორი მწარია ფული. ბატონ დომენდი, დაგემშვიდობებით. ყოველ შემთხვევაში თქვენ გულისათქმელი რაც გქონდათ, ის თქვით, იყავით დაკავებული, გამართლდით, გამოხვედით, პაციენტები მე დაკავებული არა ვყოფილი. არ, საერთოდ არ ყოფილი. აბა თქვენ თქვით, რომ თან ვიყავი, თან არ ვიყავი. არა ვყოფილი ვარ დაკავებული მეთქი, გეუნები. მე ეხლაც გეუნები და თქვენ ეხლა შეიძლება ხვალე მითხრათ, რომ დაკავებული იყავი. არა, იწერებოდა ბატონ დომენტი, რომ დაკავებულიაო და ამიტომ არა ვყოფილი ვარ დაკავებული. კარგი, არ ყოფილხართ დაკავებული, ღმერთთან კარგად გამყოფოთ. უბრალოდ მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ. რომ მეტი პასუხისმგებლობა და ის ადამიანები, ვინც უკმაყოფილოები არიან, არის რამოდენიმე ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა. არ არიან, კაცო, ვაიმე, ემასაც ეგრე ჯერა, კაცო. კარგით, არ დავიჯერებ, მაშინ მე თქვენი მჯერა, რომ არავინ არ გადაცვლილა. არავინ არ გადაცვლილა, ხოლოდ მიჩიოდნენ. ბატონ დომენდი, დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. მინდა საკამათო თემა შემოგთავაზოთ. არ შეიძლება ჩავიდინოთ სისასტიკე იმისთვის, რომ ჩვენ ჯამრთელები ვიყოთ. თუმცა სხვა გამოსავალი შეიძლება არ გქონდეთ. ლეკვის ქონზე დამზადებული წამალი.
ლეკვის ქონისაგან დამზადებული ტუბერკულოზის წამალი, რომელიც როგორც ჩანს დღესაც გამოიყენება. ოქტომბრის თვეში ერთ-ერთი მოქალაქისგან, ესე ვთქვათ, ცხოველთა მოყვარულისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არის ესეთი ქალბატონი ერთი, სახელად ეთერი, რომელიც ამრავლებდა ძაღლებს, ერთ სიტყვით, ქირაობდა ბოსელს, ბოსელში ამრავლებდა, ასუქებდა და შემდგომში მისგან ამზადებდა წამალს. 52 წლის ექიმბაში ეთერ ებრალიძე, რომელიც წარმოშობით სოფელ გიორგი წმინდიდან გახლავთ. ის დღემდე ლეკვის ქონით მკურნალობს პაციენტებს, ისინი ძირითადად პატიმრები არიან. ეთერ ებრალიძე ექთანი, რომელიც მუშაობს ციხეში და აქ უკვე ციხე რომ მithქვა, უკვე გასაგები გახდა თუ სად მიდიოდა ეს ძაღლის ქონისგან დამზადებული პრეპარატი, რა თქმა უნდა. ამ თემაზე საუბარს სოფელში ყველა თავს არიდებს, თუმცა როგორც ჩანს, უკმაყოფილო მეზობლებიც არსებობენ. ეს დარიგო აქაუნტია და ის ამათი ახლობელი ყოფილა. აგეთქვიან, არა. ეხლა თქვენ უცხოხართ, როგორც მე გამოგისტუმრეთ, რომ იცი რა, წადით არ ვიცით, ხო გითხარით, აი ესე არის. ჩვენს ვინ მოპოვებული ინფორმაციით ეთერ ებრალიძე ამ ეტაპზე თბილისში ცხოვრობს, თუმცა სოფელში ყავს ახლობელი, ვინმე დარიკო, რომელიც ბოსელს აქირავებს, სადაც ისინი ლეკვებს სპეციალურად ასუქებენ. ვახტანგ მამალაძე ამ საქმით 4 თვის წინ დაინტერესდა და პოლიციას მიმართა. თუმცა როგორც გაირკვა გაურკვეველი მიზეზების გამო, საქმე მაინც არ აღწრულა. თქვენ რატო რეალურად რაც ხდება, იმას გაგვეცით პასუხი. აქ არის აღძრული საქმე, ეთერ ებრალიძის შესახებ. იყო ეს გახმაურებული ამბავი. მოხარ თქვენ საფესურში. თქვენ ხართ თუ არა საფესურში? მე მორიგი ვარ და მე არ გაგიგიათ ეს ამბავი ძაღლების ამბავზე? გაგიგიათ, ამდენ ხანი მე გაგიგიათ. ბატონო, თქვენი პოლიცია იყო დაინტერესებული, პოლიციის თანამშრომლებისგან გავიგეთ ეს ინფორმაცია და როგორ აღგონებთ? ინფორმაციის გაგებადეთ ეს პოლიციაში ვართ ახლა ჯერ და რადგან სამათმა არ ისეთი ობიექტური პასუხი არ გაგვცეს, მაშინ მე ისევ ხელმეორედ ახლა ავძრავ ამ საქმეს, შევიდან განცხადებას და გამოვიძიონ ბოლოს და ბოლოს რომ ოფიციალური პასუხი მივიღოთ. პოლიცია ჩაერია, ვიღაცებს დაურეკიათ იქიდან პოლიციაში და პოლიციასთვის დაუვალებიათ. არაფორმალურად გამოძიება. საქმე კვლავ აღწრულია. იმედია სამართალდამცავები სათანადო ზომებს მიიღებენ. თუმცა არსებობს მეორე კანონდარღვევა, რომელთაც სამართალდამცავები ჯერ არ დაინტერესებულან. ეს აცდია ცხოველების წამალი, თუმცა მას ადამიანები ონკოლოგიური დაავადებებისთვის გამოიყენებენ. რეკომენდაციას კი ვეტაპთიაქებში მომუშავე ვეტერინარები გასცემენ. პირადად მეც ვიყენებ, ეს არ არის აუცილებელი მანდ ონკოლოგიური ავადმყოფი იყოს, ეს არის აქტიური სტიმულაციის ერთ-ერთი საშუალება. ჩვენ გადავწყვეტეთ ფარული კამერით შევსულიყავით ორ ვეტაპთიაქში, როგორც პაციენტები. როგორც გითხრეს, აცედეს პრეპარატი უებარი წამალია სიმსინისათვის, თუმცა კამერების გამოჩენისთანავე ყველაფერი უარყვეს. გამარჯობა. აცედე გააქვთ? აცედე გვაქვს,არმავირი. მოსკოვის ათილარი. ისა მაგაზე გითხრეს რომ ონკოლოგიურ დაავადებებს არიან, შეიძლება რომ ახმოვანო. ანუ შეიძლება. დოზა და რამე როგორ უნდა? ეგ ინტერნეტში უნდა აღნახოთ. და მე რაღაც ცოტა ისე უყურებ ცხოველისთვის. ეს სვამი ლაგერალიზან საკრებასო კი არის. ეს ალესანი არია. ვეციდან საფრენი და იმის. და რა შუა? მე შემიძლია გაჩვენოთ ახლა თქვენი ჩანაწერი, თქვენ მეუბნებით რომ შველის ონკოლოგიურ დაავადებებს ადამიანებში უბრალოდ დოზირება უნდა ნახოთ ინტერნეტში. ეს ჩვენ მე ის როგორ ავთქვი, იცით თქვენ ხარ ველი შეიძლება ვერ გამოვთქვი წესად, იმიტომ რომ ეროვნებით არ ვარ ქართველი. არა, გენაცვალე, მე მხოლოდ ამას ადამიანებში არ ვნიშნავ, მაგას ვნიშნავ მხოლოდ ცხოველებში. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოემზადეთ. ეხლა შემოგთავაზებთ სიცილის თერაპიას. ძალიან საინტერესო ქალბატონთან ერთად. ნინო შავდია იქნება ჩვენი სტუმარი. მობრძანდით ქალბატონ ნინო. ისე თარმაიკებს უნდა მიხარხარო. როგორ არის? პირველად შეიძლება ასეთი, იცით, იოგა თერაპია, ეს სიცილის იოგა თერაპია არის თავიდანვე აწყობილი პატარ-პატარა ვარჯიშებიდან, რომელიც ჩვენ გვხდება დღის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ მას. და არსებობს ორდღიანი კურსი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მე და ჩემი ძმა, თავისი სერტიფიკატით. ეს რო ჩამოდის ჩემი ძმა სადღაც ერთი თვით, ის მსოფლიო ლიდერია და მე მაგალითად საქართველოში უფრო მოღვაწევ. რაღაც მინდა გითხრათ, საიდუმლოთი არა, აი მაინტერესებს, დღეს ისეთი დღე მაქვს, რომ ყველას ყველაფერს ვეკითხები. რისი ნიშანია გაღიმებული მძინავს? აი როგორც კი დილით რო ვიღვიძებ,
რაღაც ესეთ გაღიმებული მძინებს. სულის ნიშანია, ძალიან კარგი სულის. სული? თქვენი გამოხატულების. ჩემი გამოხატო ძალიან კარგი. კომპლიმენტი. აი ესე დავიკავოთ ხელები, თუ შეიძლება. დავიკავოთ ხელები. დავიკავოთ ხელები ესე და მივესალმოთ ერთმანეთს. მივესალმოთ ერთმანეთს ყველა. თან უნდა გაიღიმონ თუ ჯერ არა? არა, შეიძლება გაიღიმეთ კიდევაც. ჯერ გაიღიმეთ. აი ალაგ-ალაგ იცინიან კიდეც. კი, შემდეგმაც არა. ყოფითი ვარჯიშია. დილით რომ მივიღეთ შხაპი, ყველაფერი ამ დაგვარით, მოვისტუმრეთ. დაკაკუნეს კარზე მოვიდა პოსტალიონი და მოგვიტანა იმ გადასახადების ნუსხა, რაც უნდა გადავიხადოთ ჩვენ. გაზი. ეს ასაცილოა? რატომ არა? არ მივცეთ უბლება. მოდით, ეხლა ჩემი ინტერპრეტაციით. აი წარმოიდგინეთ, კარებზეა კაკუნი და გაიღო კარები, მოდის პოსტალიონი, გააღეთ კარები, მოდის პოსტალიონი და უზარმაზარი გადასახადი მოვიდა. შუქის, გაზის და კიდე რისი. ისედაც და ეხლა დავინახეთ ეს თანხა და დედა რა ბედნიერებაა, დაიწყეთ სიცილი. ერთმანეთს ვაჩვენოთ, აბა მაჩვენეთ თქვენი. ერთმანეთს ვაჩვენოთ. მაჩვენეთ თქვენი. ნახეთ დედა რამდენი. აი ჩემი. მე დაგმელა ვარჯიშს ასე ვამთავრებ. Very good. Ja. კიდევ ერთი ვარჯიში ხო არ არის დრო? კარგი. ეს არის ავანტურინი, სიყვარულის ქვა. რა ზეგავლენას ახდენს ჩვენზე მინერალები, ამაზე ჩვენ ბატონი ლევან თოთაძე გვესაუბრება. მობრძანდით ბატონო ლევან. რას ნიშნავს სიყვარულის ქვა და როგორ მოქმედებს ეს ადამიანს? აი ვისაც სიყვარული არა აქვს, სურვილი აქვს და ელაპარაკოს მაქვას და ის სურვილი რეალობაში გარდაექცევა. პირდაპირ მისტიკის კარში. გეუბნები. მართლა? მგონი ეს ანუ დაველაპარაკო როგორ მე მინდა და ესე უნდა უთხრე მისახელი. აი შენ აიღე. ავიღე. შეხედე. შევხედე. შენი ყურადღება და კონცენტრაცია მიაქცე მან რაღაც პატარა რაღაც ჭყიალებია, კი. კარგად დაუკვირდი. კი. ეხლა იფიქრე იმაზე, რომ მომავალი ქალი ჭირდება, რომელიც უნდა იყოს ლამაზი, კოხტა, შვენიერი, უნდა გაგიგოს შენ. მოგაგონდა ეგეთი? არა, მომაგონდა. არა, მოგაგონდა თუ აბა ჩამოთვალე შენ სიმართლე. უნდა მომაგონდეს არსებულზე? არა, ჩამონათვალი გააკეთე. ჩამონათვალი გავაკეთე. აი ეგეთი არის შენ სიმაში ისტორიაში? კი არის. ხო და ეხლა დაიწყება მისი სიყვარული შენთან. დაიწყება უკვე? კი, გეუბნები. ბატონო ლევან, ეხლა იცით რა არის? მე არ დავმალავ, რომ მე თქვენ დიდი ხანია გიცნობთ. ეხლა რაც მითხარით, მართლა დავიჯერე. რამდენად სერიოზული იყო ეს ყველაფერი? ეხლა მოდი შევხედოთ სერიოზული არის თუ არა ნამდვილად აი ეს ქვები და სიტყვაზე ლაპარაკობ, რა უნდა გააკეთო? სხვა არის ბოლო-ბოლო ხო? საქმე მივიდეს. მაგრამ შენ წარმოვიდგინე, რომ საკმაოდ სერიოზული ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე. აი ყველაფერსო თავი გაანებო. ჩვენ ცხოვრობთ 5 მილიონი წელია დედამიწაზე, ქვები 4.5 მილიარდი წელი. ესე იგი წარმოვიდგინეთ რა მოდელა მილიონობით ცხოვრება გამოვიდეს ჩვენ, ანუ გამოცდილება მეტი აქვს. მე ამას ლაპარაკობ ადამიანური ენით ახლა. შეიძლება სხვაითაც ამის ლაპარაკი, ხო? აქ არის მთისბროლი, ოღონდ არის ვარდისფერი კვარცი. თვითონ მთისბროლი ვერ გამჭირვალი. და რა ხდება მაგ? ეხლა რა ხდება უყურე? ამას აქვს პიეზო ელექტრული თვისებები. რას აკეთებს? აი ესე პირდაპირ აი ხა შენ წარმოვიდგინე რა, აი როდესაც შენ რაღაცის გადაწყვეტილების გინდა რომ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო. ხარ ორჭოფი, იმიტომ რომ როცა ადამიანი რაღაცის გადაწყვეტილებას იღებს, ყოველთვის წონავს ხო სიტუაციას, ის გამოდგება ესე სწორია, არ არის. ანუ ესე იგი ადამიანის ფიქრებში ტრიალებს ათასნაირი ფიქრები და კონცენტრაციას ვერ აკეთებს. ადამიანი რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს, იმიტომ რომ ესე იგი ორჭოფობს. აი დააკვირდეს ყველაზე წერტილი აიღოს დავიშათ ბრჭყვიალა და მისი ყურადღება კონცენტრაცია აიღოს ამაზე. ესე იგი, ეხლა ეს შემიყვარდა,
კი ბატონო. ეხლა ამით გავაკეთებ კონცენტრაციას, გადაწყვეტილება რომ მივიღო. მიიღოს მართლა გიყვარს თუ ეს დროებითია? დროებითია. ნუ ესე იგი იპოვე წერტილი რომ რაღამე მელოდება, ესე იგი საოცარი. წერტილი ვიპოვე. ვიპოვე და ყურადღება მიაქცე ამას. ეხლა შენ როცა ამაზე იწყებ დაგშად ყურადღების მიქცევას, შენი ფიქრები წამში შენ რო იცოდე 40000-მდე ფიქრი გაქვს. კი, ხო ესეა? ძალიან ბევრმა რამე გაგიარა, გამოგიარა, გაიარა, გამოგიარა და აი ახლა უყურე ეს შენ კონცენტრაცია ყურადღების ამაზე რო აქცევ, ის ფიქრები ქრება და რა რჩება ერთი. გასაგები. საოცარი. შემდეგი ქვა. კი ბატონო. ეს არის ტოპაზი. ეს არის დედა ამხელა ტოპაზი? ხო, ნუ რისთვის არის ეს ტოპაზი? რა გინდა ამ ტოპაზს ბარო გა. აი რა უნდა გაკეთე, ესე იგი აი როგორც ესე იგი მაგას ძველი ინდოელები, ჩინელები მიაწერენ, ეს ქვა არის რისთვის იცი? აი პოზიტიური ენერგიით დაგწვითოს, დაგბუხტოს. ესე იგი შემიყვარდა, გადაწყვეტილება მივიღე და პოზიტიური ეხლა გაკლია შენ უბრალოდ სითამამე. ეს მომცემ სითამამე. აი ეს დაგეხმარება რომ ესე იგი ცოტა სითამამე მოგემატოს და სახელი და გვარი რომ თქვა ეხლა იმ ადამიანს. რა თქმა უნდა, აბა ისთვის არის. ეს ქვა, ეს ეხლა რა გავქნა? ეხლა რა გავქნა? ეგ არის ონიქსი. ონიქსი? იცი რაც არის ონიქსი? მითხარით, მოდი აუხსნათ მაყურებელს. არა, ონიქსი ეს არის მარმარილოს ერთ-ერთი დაუშვათ წარმომადგენელი, ასე რომ ვთქვათ. და ონისა აქვს საკმაოდ იცი როგორ არის ეს ქვა რომელიც შენს ნერვულ სისტემას აწყნარებს. აი ხელი გადაუსვი ხო ქსიამონოს. კი. ხო რა თქმა უნდა გაპრეელებული და მაგიტომაც გესიამონებო, მაგრამ მაგის გარდა კიდევ აი ეს ქვეცნობიერად შენზე იმდენად კარგად მოქმედებს რომ ესე იგი აი გილაგდება შენ ნერვული სისტემა თითქოს წყნარდება. მოდი აი ძალიან მომწონს რაღაც მოთხრობას გავს. შემიყვარდა, გადაწყვეტილება მივიღე, შემდეგ რისკი დაგემატა, გადალახვა სითამამე და აი ამ სითამამის და ორომტრიალის შემდეგ დამშვიდდი. ხო. და ეს არის ლაზურიტი. ლაზურიტი. ეს ის ობიექტია, რომელსაც შენ როცა ნახავ იმ ადამიანს, ხო? ამას შეადარებ იმას როგორც წესი იცი. მომეცით. იმდენად ლამაზი იქნება. აბა ნახე დედამიწას გავს როგორ. ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია. და რა მაინტერესებს? აი შენი სიყვარულიც იპოვე რა. სიყვარულიც ვიპოვე. რა თქმა უნდა. დაგვირგვინდა ყველაფერი. რა თქმა უნდა ეს ალეგორია ყველაფერი. აი უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან. ეს და შენ აი მართლა საინტერესო რესპონდენტი ხარ და ძალიან მიხარია რომ მე გავერკვევი ძალიან ბევრ საინტერესო აქ არის მოცემული 100 ქვა მათი მისტიკური თვისებები და მათი გამოყენება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. დიდი მადლობა მოგზანებით. ალბათ ყველამ არიცით ფიუდოთერაპია რა არის. წურბელებით მკურნალობას ნიშნავს და ჩვენი სიუჟეტი ნახეთ. პატარა, მაგრამ უდიდესი შესაძლებლობების მქონე არსება. დღეს წურბელებით მკურნალობა საკმაოდ პოპულარულია. მათი დახმარებით შესაძლებელია ნატურალური გზით ბევრი დაავადებისგან განკურნება. წურბელებით შეიძლება ძალიან ბევრი სახეობის დაავადებებით მკურნალობა. იქედან გამომდინარე, რომ წურბელა მუშაობს დაავადების აღმოცენების მიზეზზე და ეს მიზეზი ყოველთვის არის უჯრედის დონეზე კვების დარღვევა. ფაქტიურად უკუჩვენებები არ გააჩნია. რამდენს დასვავ, როგორ დასვავ, აუცილებლად უნდა შეაფასო პაციენტის მდგომარეობა. ასე სტიქიურად არ შეიძლება სადაც გინდა იქ დასვა წურბელა. ბატონი ჯანო ბაგრატიონი წლების განმავლობაში სარგებლობდა ჰირუდოთერაპიით. როგორც იგი თავად ამბობს, წურბელებს დიდი წვლილი მიუძღვით მის გამოჯამრთელებაში. თუმცა მან ახლა ნემსებით მკურნალობას მიმართა. წურბელები თავიდან დავიწყო ძალიან კარგად იმოქმედა ჩემზე, მე მომაზლიერა. ის თვითონ თან სიცოცხლეს მაგრამ ამედოს ჰირურგის თვითონაც უშვებს მერე დავანებეთ თავით რომ გადავედით სულ ნემსოთერაპიაზე ნემსების მერე რომ მე გზნობ რაღაც ენერგიის მომაწებას ზალის მომაწებას და უფრო მოქმედი ხდები რა ტრადიციული ჩინური ნემსები რომელიც 365 წერტილი არის ხელზე მთლიანად ამის საფუძველზე გაკეთდა სუჯოქთერაპია რომელიც კეთდება ხელზე და თავზე კეთდება ეს იამამოტოს სისტემით ანუ ყველა წერტილი მოთავსებულია აი ამ ზონაში
როგორც ოჯახის ექიმმა ნინო ვაშაკიძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, ბატონი ჯანო ახლა ისეთ მედიკამენტს იღებს, რომლის დროსაც წურბელებით მკურნალობა უარყოფითად იმოქმედებს. აი ეს არის მაგალითად ჩინური წერტილები. აი ეს უკვე არის ეს იაპონური მეთოდი და ფრანგული ყურზე კეთდება. რაღაც ეტაპზე შენ თვითონ ექიმსაც გეპარება ეჭვი, რომ ხომ არ არის ეს ყველაფერი პლაცებო, ხომ არ არის აი ამდენი წელი ადამიანს რომ მკურნალობ, მე შენ თვითონ გეპარება ეჭვი, მაშინ თავიდან ხედავ შედეგებს. მე თითქოს ერთი და იგივეა. ყველა პაციენტთან მე ვმუშაობ ერთ-ერთი მეთოდიკით არ ვმუშაობ. ვმუშაობ ყველა მიმართულებით. მეორედ მჭირდება ამის თქმა, რომ სილამაზისთვის არ არის საჭირო მსხვერპლი გავიღოთ და ცხოველები დავხოცოთ. მაგრამ მოусმინოთ ადამიანს, რომელმაც კურდღლის ქონით გაიდიდა მკერდი. თაკო თვაური სტუდიაში. როგორ ახარ? გადასარევად. იცი რა, ცოტა ვიძაბები ხოლმე, როცა ლამაზ ქალთან მიხდება საუბარი. თაკო, ვიღაცამ ხო გასწავლა, რომ კურდღლის ქონის დის მკერდს. კი, მე ვიყავი აგარაკზე ჩემ მეგობართან, სადაც მეზობლად. შემოვიდა ქალბატონი, იქვე მცხოვრები. და მირჩია ესეთი რაღაც, რომ ეს სილიკონი და ეს რაღაცა თანამედროვე მეთოდებით მკურნალობას მე გირჩევთო, ბავშვი მყავდა ახალი გაჩენილი და რაღაცა პრობლემა მქონდა, რომ რაღაც კომპლექსები მეგონა რომ მკერდი გამიფუჭდა და მირჩია, რომ რა ნუნერველობა ეს ძალიან და მე დაგეხმარები ამ ყველაფრის ჩარევის გარეშე. რა თქმა უნდა მივენდე და მართლაც დამიმზადა წამალი, რომელიც ნამდვილად ეფექტური გამოდგა. და ამ ყველაფერმა მომცა შედეგი. ნამდვილად რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, კურდღლის ქონს დაამატა რაღაცა, ნუ არ ვიცი, ეს თავისი ალბათ საფირმო რეცეპტია. არიცი? იცით რა არის? კი ვიცი, მაგრამ შეიძლება გითხრა თუ არა? ვერ გეტყვით. რა მაინტერესებს? რა ზომა გქონდა მკერდი ადრე? მე მქონდა სადღაც 1.5 და გამეზარდა, ნუ გამიხდა 2.5. ანუ ერთი ზომით მოგემატა. მტკივნეული ეს პროცესი თუ აი როგორ ხდება? აი რა? არ არის მტკივნეული აბსოლუტურად. ყოველ დილას აღამოს კერძე იზილავ ამ მალამოს და რამოდენიმე თვეში, 2-3 თვეში შედეგს თავად. ანუ ნელ-ნელა იზრდება ძუძუ. კი. და რა მაინტერესებს, იცი? აი ეხლა შენ იმის პირობებიც გაქვს საშუალებაც, რომ გაიკეთო მკერდის ოპერაცია. მაგრამ როცა არ არის ამის საჭიროება, რომ ოპერაცია გაიკეთო, ნარკოზი გაიკეთო და მთელი ჩარევები ქირურგიული, რატომ ხოჯობია რომ ეს ამ მეთოდს მიმართო? უბრალოდ კრემი როგორც სახეზე ისო და ხელზე ისო, წაისო მკერდზეც და ფანტასტიკური შედეგი მიიღო, ეს არღის ძვირი და არის ძალიან ეფექტური მეთოდი. შეიძლება მაჩვენო? ნუ ხალხთან არა, მაგრამ ისე შემიძლია სხვაგან სხვა გარემოში გაჩვენოთ. კარგი. ცოტა ჩაგახედე. ცოტა ჩამახედე. კი. არა, მე მინდოდა რომ შენ დეკოლტეთი მოსულიყავი, ძალიან საინტერესო იქნება. ეს ძალიან პირადულია და მე არ ვაჩვენებ ამას, არავის, ვინც საჭიროა ის ნახავს. მე რატომ მაჩვენე? იმიტომ რომ თქვენ ძალიან მომწონხართ და გაჩვენე. უი, ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა. და გაგეპრანჭოთ უბრალოდ თან. არა, აი ეხლა თაკო, ნახე, აი უცნაური რაღაც მოხდა. ალბათ უყურებდი ჩვენ. და მინდოდა რომ თან დაგეჯერებინათ უბრალოდ ეხლა რო არ თქვა საზოგადოებამ რომ მე ვიტყუები. ხო ჩანს რომ ანუ ეს არ შეიძლება იმოქმედა თაკო. მე აქ ქვები მეჭირა ხელში, ქვები, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა ჩემზე და იმ ვიღაცაზე, ვინც ჩემი უნდა გახდეს. და აგერ მოხვედი შენ და თან მეუბნები ყველას არ ვაჩვენებ. ამ თემაზე შეგვიძლია კადრს მიღმა გავაგრძელოთ საუბარი და ფლირტიც ალბათ უფრო. ეხლა გააჩერებ ამ მკერდის ზომას თუ შეიძლება გაზარდო კიდე. არა, იცით რა, ხა ეს უსასრულობამდე რა თქმა უნდა არ გაიზრდება, მაგრამ რაც გინდოდათ, მე რაც მინდოდა, ზუსტად იმ შედეგამდე მივედი და ნუ არ ვიცი ხა ზოგ შეიძლება საერთოდ არ გაეზარდოს, ზოგს უფრო მაგრად გაეზარდოს და მე ესე მინდოდა, როგორც ახლა მოხდა მაგ. როგორ ფიქრობთ, დუნდულები შეიძლება დუნდულების გაზრდა? იცით რა არის არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრე. რა თქვენ ძალიან კაი კითხვა დამისთ, იმიტომ რატო იცი მოგეცი? თუ არა, მე მეგონა რომ მოგერიდებოდა და არ მეტყოდი. ხომ არ გისინჯია დუნდულებიზე? არ მისინჯია, მაგრამ ეხლა ძალიან კარგი რჩევა უკვე მივიღეთ თქვენგან და ვსინჯავ.
ძალიან კარგი. და თუ გამომივიდა კიდე მომიწვიეთ და მოგიყვებით. უღრმესი მადლობა, რომ ესე გულგია იყავი. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ტიბეტური თერაპიის სპეციალისტი, ბატონი ტარიელ ბიბილური. მოგბრძანდით ბატონი ტარიელ. ისეთი მტკივნეული ყოფილა, მეუბნებია, რომ ადამიანი ვერ უძლებს ორი ნემსის მეცო. იყო ჯაჯანიძე, გახდა ნემსაძე. ძალიან დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, რა გააკეთეთ? მე გავაკეთე კოსმეტიკური აკუპუნქტურა, რომელიც ასტიმულირებს მიმიკის კუნთებს და აკრობს ნაოჭებს. უი, რა კარგია. უღრმესი მადლობა. არაფერს. კარგად ბრძანდებოდეთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. მე უფრო შემართული, უფრო ახალგაზრდა და უფრო მაგარი დაგიბრუნდებით. დაგველოდეთ. ვიდრე მე აქ ტრიალებდი და მიკვლევდნენ თურმე ჩემ ჩანთაში მედდას ხელები ყველაფერი მოგპარე? 13 წლიდან ებრძვის ამ დაავადებას, სიკვდილს უყურებს თვალებში და ის არის მხნეთ, არეპუება. თბილისში ლოტკინის დასახლებაში ბერი გაბრიელის ხატებს უკვე 7 თვეზე მეტია მირონისტის. რას მოასწავებს წმინდა ნიკოლოზის სისხლისწრემლები, ამაზე სასულიერო პირები არ საუბრობენ. წალკა, ბერთას მონასტერი, როგორც ამბობენ, აქ მკურნალი კალმახები ცხოვრობენ. და ამ ადამიანს მიეცა გოგონა, რომელსაც დაარქვეს ბარბარე. ძალიან დიდი ხანი შვილი არ ეძლეოდა. წყალი ბოდბედან თბილისში, სპეციალურ ლაბორატორიაში მიგვაქვს. შემთხვია წმინდეს და რომ წავედი, ასე თითი გამოიშვირა ეს. ესე მომაძახასავით. უწმინდეს მადლი დაასხივა. აი დაასხივა. თუ დაკრა. სტიგმატები არის ხილული სასწაული, აი არის. არსებობს სასწაულები, არსებობს სრულ სასწაულები. რა შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში? ჩვენ დავბრუნდით არანაკლებ საინტერესო თემით. არსებობს ადამიანური ტრაგედიები, რომლებსაც ვამარცხებთ. ზოგჯერ ვერ ვამარცხებთ, მაგრამ არსებობენ ძლიერი ადამიანები და დღეს ჩემი კოლეგა სოფო ნიკოლაიშვილი. სოფო, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? შვენივრად. შენ ხარ გმირი, ოღონდ მართლა, იმიტომ რომ შენ ქონდა ყველაზე ცუდი დაავადება და ცუდი არ ქვია ამას. მე ვცდილობ რო ცოტა ინა მე მოგიყვე როგორი დაავადება მქონდა. აი პირველად რომ მითხრეს რომ ნიკოლაიშვილი შემოუშვით, თქვენ უნდა იბრძოლო, რა უნდა ვიბრძოლო თქო, უნდა მინდოდა რომ მომეკლა ეს ხალი. გითხრეს რომ შენ გაქვს სიმსივნე. აი მანქანაში რომ ჩავჯექი. და ნუ მარტო ვიყავე ხა, რას წარმოვიდგენდი რომ ესე მაჯახებდ რა ხო ხდები? ანუ ცხოვრობის რა, ჩვეულებრივად უზრუნველად და უცბად ეს და მანქანაში ჩავჯექი და ვზივარ ხა და რა ცხოვრებას ვეღარ ვაგრძელებდი, აი ყველაფერი როგორც აი უცბად გამიქრა, ყველანაირი სურვილი, ყველა აი უბრალოდ მივხვდი რომ რა უნდა გამეკეთებინა ვეღარ მივხვდი. არა თლად კეთილსინდისიერი დიაგნოზი მქონდა, რომ ანუ სიცოცხლისთვის სახიფათო, ნამდვილად სიმსივნე. ჩემი მიზანია ის, რომ ადამიანებს, ვისაც აწუხებთ სიმსივნე, მათ მართლა შეუძლია დაამარცხონ ეს დაავადება. რა თქმა უნდა, ხალხო, ეს არის ჩვეულებრივი 21-ის. ეხლა ესეთი სტატისტიკაა გაგიჟდებით. ანუ ყოველ წელს რაღაც ძალიან მე მგონი 7000 ქალს ემართება. ანუ ეს არის ძალიან ამ საკვების, გარეთ სამყაროს დაბინძურება. ეს არის ჩვეულებრივი 21 საუკუნის დაავადება. უბრალოდ დროზე უნდა აღმოაჩინო. მე რა ვიცი, ეთქობა ღმერთს უყვარ ვარ, შეთხოთ შევბოდია. დროზე აღმოაჩინე და უხერხული კითხვაც უნდა დაგისვა. აი, როცა შენ ეს გაიგე და ნუ ქონდა ტრაგედიები, ნუ ერთი სიტყვით აღარ მინდა დაგამძიმო. ვერც აცნობიერებ რა მქონდა. ვერც აცნობიერებ. იცი როგორ მქონდა, აი ყველას უყვებოდი. აი ტაქსი დაუშვათ მანქანა თუ არ ვიყავი და ტაქსი. იცით მე რა მჭირ
აი ყველა თანაგრძნობას ეძებდი. არ ვიცი. არა, შოქში ვიყავი. როდის გაგიარა შოკმა? თანაგრძნობას კი არა. აი ეხლა გამიარა. ეხლა გაგიარა. აი მოდი კურნალობა რომ დავამთავრე, ნელ-ნელა გამიარა. პერიოდი მაინტერესებს? 1 წელი. რა პერიოდია? სიგიჟის ხო? ხო, იცი რა, ქიმია გაიკეთე. ზოგი ძალიან ნორმალური ადამიანია და ამას ხვდება როგორც ისე ჩუმაწყნარად. ანუ მე ცოტა ხო ისეთი ვარ ემოცი. ქიმია, დასხივება, თმების შემჩახელში. შენ რომელიც ესთეტი, გარეგნობას რო ძალიან დიდ ყურადღებას აქცევ და როცა ნახე რომ თმა აღარ გქონდა. ანუ ეს არ დაემატა კიდე იმ ანუ როგორი თემა იყო ეს ექიმებმა მე ძალიან მიყვარს ჩემი ექიმები არსად არ წავსულ ვარ უცხოეთში აგავიკეთე ყველაფერი და რა ვიცი ხა მე რო ვენდობი ჩემ ექიმებს ესე არ ვიცი ხა რომელ უცხოელ ექიმს უნდა ვენდო და მომამზადეს მაგალითად გოგიტა ზაგნიძემ ჩემმა ქირურგმა რომელსაც მომკვეთა ეს კვანძი მითხრა რომ სოფო თმები გადაიპარსე ვიდრე შენ ეს თმები ხელში შეგრჩება, ჯობია რომ გადაიპარსო და როდის შემრჩება ხელში რომ ანუ ქიმიის გადასხმიდან 2 კვირაში. ანუ მომზადებული იყო. არა, ველოდებოდი პარიქს პოლონეთიდან და არ ჩამომისრო და სექსი რამდენ ხანში გქონდა? ვაიმე, არ მახრა, დრო სექსია. არა, მართლა სერიოზულად, არა, მართლა მაინტერესებს. რა პერიოდიდან? აი რო გაიგე ეს საშინელება და არ როდის განთავისუფლდი ყველაფრიდან? არა, სექსთან არ იყო კავშირში. აბა, საერთოდ არ იყო. პირიქით ეს რაღაც უფრო საინტერესო. სოფო, ძალიან დიდი სიცილკისკისით მომყევი ამ ტრაგედიის შესახებ მომყევით და მართლა გმირი ხარ. გმირობა კი არ არის. უბრალოდ არჩევანი არა გაქვს, ან უნდა მოკვდე და ეს მოკვდი არის ცუდი თემა, იმიტომ რომ უნდა ელოდო. მოკვდე არის ცუდი. აი ეს ვერ გავიტანე და ამიტომ მობილიზაცია გავუკეთე თავს და როგორც შემეძლო ღირსეულად, შეიძლება არც იყოს ღირსეული, მაგრამ როგორც შემეძლო ეს გადავიტანე ეს პერიოდი, მაგრამ სოფო ძალიან დიდი სტიმული იქნება ეხლა ჩვენი მომდევნო სტუმარისთვის შენი საუბარი, რომელიც ჩვენთან სტუდიაში მალე შემოვა და აუცილებლად მინდა რომ დარჩე მასთან ერთად და ეს ერთგვარი გამხნევება იქნება. მინდა რომ თურქეთის ამბავი მომიყვე, როგორ არსებობენ, როგორ სარგებლობენ ადამიანის ტრაგედიით სხვა ადამიანები. 1 წლის მერე ამ კურნალობიდან არის ესეთი პრაქტიკა, თურქეთში აქვს ეს ტექნოლოგიები, ულტრა თანამედროვე, ნუ ყველაზე ბოლო ტექნოლოგია და ყველაზე ბოლო თანამედროვე კვლევა, ეს არის ეგრეთ წოდებული პეტი, ანუ ბირთვული მედიცინა პლუს ტომოგრაფიული კვლევა, ეს შეერთებულია სამ განზომილებაში გატრიალებენ, მოკლედ, უჯრედოვან დონეზე ხდება კვლევა. დამირეკა ევროპა დონას პრეზიდენტმა, ჩემი მეგობარია ანა და მოკლედ მე დავამყარე კონტაქტები თურქეთის კლინიკასთან აჩიბადემთან, რადგან მივდივართ ბევრნიო ქალები, გოგოები, ცოტა ფასდაკლება გაგვიკეთესო და წამოდიო შენს კვლევა ჩაიტარო. და წახვედი. ყველა სიმსივნე ჭირს. ყველა ჭირს ძუძუს სიმსივნე. და ყველა შენაირი მხიარული. ხო, ახალგაზრდა გოგოები, საყვარლები, კარგები. მაგრამ ნახე სხვადასხვა სტადიაზე იყო საუბარი და ნუ ხო ხდები ყველა ისე უდგებოდა და მოკლედ ამ პეტის გასასინჯად მივდივართ თურქეთში. ეხლა თემა როგორია? იქ ეს არის რაღაცა გარკვეული თანხა ღირს 900 евро ჩვენ დაგვიკლეს თუ 1500 ღირს ისე არ ვიცი დღემდე მე მოკლედ ამას არც ორგანიზებაში ჩავერი არაფერში რამდენიმე 1100 евро მედო თუ არ ცდები რომელიც აი თბილისიდან სახლიდან რო გამოვედი ეს რო დავხურე ჯიბე ჩანთის ხელჩანთის ხელი არ მიხდა იმიტომ რომ უნდა ყოფილიყავი მშიერი საერთოდ არ დამელია წყალი არაფერი ამ კვლევას ესე ჭირდებოდა და ამიტომ ყვები ამას რომ შანსი არ იყო რომ ეს ფული დამეხარჯა ვიდრე კლინიკამდე კლინიკისთვის უნდა მიმეცა და გადამეხადა. ჩავედით პირდაპირ კლინიკაში, დაგვხვდა მიკროავტობუსი, პირდაპირ კლინიკაში მიგვიყვანეს და მე ვიყავი პირველი, ვინც შეიყვანეს კვლევაზე. კვლევა როგორია? გწონიან თავიდან, მე ყველაფერს იხდი, იცმე საოპერაციო ხალათს, ანუ იხსნი საყურე ყველაფერს. და თემა როგორი იყო? რო ვიხსნიდი საყურებს, რაღაცა ისეთი სცენა იყო, მედდა, ეს ვალენცინა, რომელიც იყო უკრაინელი შუამავალი, ენის ბარიერის ამბავში დაუშვათ. ეს ყველანი დგანან და უყურებენ ამ პროცედურას. როგორ ვიხსნი მე ყველაფერს ამ კაულებს. ვიფასები გეკეთა? ნუ ხო ოქროსი მეკეთა ყველაფერი რა.
საყურე, ეს რაღაც გულსაბნევი, საათი ამ შემდეგ და ეს ჯიბე გავხსენი, სადაც მედო ეს ევროები და ჩავყარე ეს ოქროები და ამ მომენტში ხო ჩქარობ, ეხლა რა დროს ის არის რომ ამ რაღაცებზე იფიქრო და ამ სიჩქარეში დავხურე ჯიბე და მე შემიყვანეს. რომ შემიყვანეს, იქ რაღაცას გიკეთებენ ერთსათიანი პროცედურა, იქ ტრიალებ, მოკლედ ვიდრე მე აქ ტრიალებდი და მიკვლევდნენ თურმე ჩემ ჩანთაში მედდას ხელები ყველაფერი მოგპარეს? არა, გითხრათ, აი ესეთი კლასიკური ქურდობა იყო, მოკლედ რომ გამოვდივარ, ჩემმა მეგობარმა ვისაც ჩანთა ჩავაბარე, ერთი რაც მოასწრო ეთქვა, სოფო ფული დაითვალეო. დავინახე რომ როგორ აფათურებდნენ შენ ჩანთაში ხელებსო და ეს გოგო შეიყვანეს ასტრაფოდ. ეს კი მოასწრო რომ ეთქვა. ესეც ხო პაციენტი იყო და ჩემს მერე ეს მოაყოლეს რომ მეტი მოყოლა ვერ მოესწრო ამას. მოკლედ მე რომ დავითვალე ფული 650 евро იყო ამოღებული. იქ რო გაიკითხე, ხშირია თუ იცი ესეთი რამები ხდებაო? ახლა ნახე რა მოხდა. არ გავეკითხე რატო, იმიტომ რომ ისე გამაცოფეს რომ ჩემქარს დაურეკე, ეგერევე ვიყიდე გადმოსაბრელი ბილეთი და ეგერევე გადმოვფრინე. აღარ დაელოდა? არა, ხო. ანუ როგორ დამთავრდა ეს ისტორია? დამთავრდა ისე რომ იქ ინგლისური ერის ბარიერიც იყო. მე როგორც მივხვდი, სქემა არის ესეთი. შენ ჩადიხარ ესეთი დიაგნოზით ავადმყოფი, ყურადღება გადატანილი ღმერთო კიდე რა მე არ აღმომაჩნდეს და ამ მომენტში არ ხარო კონცენტრირებული შენ ჯიბეში რა გიდევს, რა არ გიდევს, სადღაც მიდიხარ მშიერი ნატანჯი, გამოკლევს მე ერთი სული გაყავა დალიო, იქ იღებ ფულს ხარჯა და მე რა თქმა უნდა ყველაზე ბოლო მომენტი, ვისაც ამას აბრალებს არის კლინიკა. აბრალებ გამლელს, აბრალებ შენ თავს ყველას, გარდა კლინიკისა, ხო? ვინაიდან ამ კლინიკაზე არის ლეგენდები, ხალხი ყიდის ანუ სახლებს, რაღაცებს რო აქ ჩავი. მე ვიყავი შეურაცხყოფილი, რომ ეს გაბედეს ტიპება, რომელიც ანუ უნდა ჩახვიდე და უნდა გიმკურნალონ თუ დიაგნოზი დაგესვა და შენ ესეთი დიაგნოზით პაციენტი ჩადიხარ და ამას გიკეთებენ. ეს არის ძალიან აღმაშფოთებელი რა. ძალიან აღმაშფოთებელი. მე რო ყოფილიყავი მარტო. მე რო ყოფილიყავი ანუ მე იქ დავდგებოდი და მართლა მოვაწყობდი სერიოზულად გეუბნები აქციებს, გავაგებინებდი ყველას, რომ ეს არ არის აი ეს აჩი ბადემი არ არის ლეგენდა და ეს თურქები, რატო უნდა შევნატრობდეთ ხალხო ამ თურქებს, როდესაც ის თურქი ექიმი, რომელმაც მე ის გამიშიფრა მე ეს შედეგები არაფერი, ანუ ჩემი ექიმები უკეთესად მესაუბრებიან, ჩემი ექიმები უკეთესად მივლიან, მაგრამ ნუ მე უბრალოდ ამას იმიტომ ყვები, რომ არაფერი არ გავაფეტიშოთ ხოლმე რა. ხო, მაგრამ პატრიოტული გამოსვლა ქონდა, ეხლა ქონდა ნამდვილად. ნუ ხა, იცი რა არის, წინააღმდეგი ვარ, გავაიდეალოთ ყველაფერი უცხო და იქ და იქ და იქ. რაღაცა აქაც მოვიკითხოთ. სოფო, ეხლა ჩვენ სტუმრად მოვიწევთ დათო თათოშვილს, რომელიც არის ამ დაავადებით დაავადებული და მე დარწმუნებული ვარ, შენი საუბრის შემდეგ და შენი დადებითი ენერგიით მას ძალიან კარგ საქმეს გაუკეთებ. დათო, თუ შეიძლება. ბატონო ივანე, ძალიან დიდი ხნის წინ, 7 წლის წინ თქვენი ისტორია სკანდალურად დაიწყო და ჩვენ ბევრი რამე არ ვიცოდით დათოს შესახებ და თუ შეიძლება რომ გავახსენოთ მაყურებელს ორი სიტყვით რომ მოუნყვეთ. ეს ყველაფერი დაიწყო ბატონო გია, შენ დათო სულ რამოდენიმე თვის იყო, როცა ღია ყავისფერი ლაქები გამოაჩნდა, გილჩანს ლაქები. ყოველი ეს მიმანიშნებელი იყო იმის რომ ბავშვი იყო დაავადებული ნევროფიბრომატოზით, ანუ ეს გენეტიკური დაავადება. ის ზუსტად 13 წლის იყო დათო, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნები მაპატიეთ, ის მთავარი დამავიწყდა ორგანიზმში სიმსივნური წარმონაქმნები ნერვულ დაბოლოებებზე. ეს ვიცოდი მე საიდუმლოდ პირადად, არც მეუღლეს გაუმხილი, არც არავის და ვიცოდი ეს ყველაფერი და ვიყავი ძალიან ცუდის მოლოდინში გარკვეული წლების მანძილზე. ბატონო ივანე, იცოდით მარტო თქვენ და როგორ გაუძელით ამ საშინელ საიდუმლოს? გაუძელი სხვა გამოსავალი არ არც მეუღლეს არ უთხარი. მეუღლეს არ უთხარი, იმიტომ მე მოვატყუე მეუღლემ, ეს დავმალე რა, არ მინდოდა ენერგიულა დედას და ნუ ნათესავი. და მე რა მოხდა? ნუ რა მოხდა 13 წლის იყო, როდესაც ფეხის ტერფი აიტკია რა. ატკივების შემდეგ ნუ ვიგძე გრძნობდა ბარძახთან, ბარძახის არეში ტკივრი შემაგრებულს რაღაცას.
და ტრავმატოლოგთან წავიყვანე, ჩემი მეგობარი კაცია მივედი და ნუ ნახეს რომ სიმსივნური წარმონაქმნია შიგნით. დიახ. საბოლოოდ ის იყო რომ საჯდომი ნერვის პროექციაზე სიმსივნური წარმონაქმნი. ჩაუტარდა პირველი ოპერაცია ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. გამოკვეთეს წარმონაქმნი და ერთი წლის თავზე ისევ ხელით ესინჯებოდა. ხელით ესინჯებოდა ეს წარმონაქმნი ბატონოგია. მე უკვე ისევ ექიმთან პროფესორთან მივდივარ და ვეუბნები ესეთი სიტუაცია მეთქი და თქვენ რატომღაც გეგონათ რომ ერთი ოპერაციით გადარჩებოდითო, მაგრამ ვერა. რას ქვია, რატომღაც მეგონა, ეს უნდა მცოდნოდა მე წინასწარ მეთქი და ამის შემდეგ მივმართე შორს რომ არ წავიდე საუბრით და მივედით ბატონ ივა კუზანოვამდე, ანუ ნერვი უნდა გადაინერგოს, რომ ოპერაცია დიახ, ყოფილიყო შედეგიანი, ანუ წარმატებით დასრულებულიყო ყველაფერი. ბატონ ივამ თავისი საქმე გააკეთა ფრეაძე და რატო გეტყვით მე ახლა თქვენ ნერვის აღდგენა ფაქტიურად მიმდინარეობდა, იმიტომ რომ ტერფს უკვე გრძნობდა დათო. აი მამა ნახე დენს მირტყავს, ეს იმას ნიშნავდა რომ ნერვი აღდგენაზე მიდიოდა და ამასობაში უკვე წარმონაქმნი მესამედ წამოეწია და ნერვს არ მისცა საშუალება აღდგენის. ამის შემდეგ გადავწყვიტე ისრაელში წამეყვანა. აი სკანდალი, რომელიც წამოიჭრა და დაიბეჭდა და მე ძალიან დიდი ამბავი მოყვა ამას. სასამართლომდე მივიდა საქმე. სასამართლომდე არა, ფაქტიურად ჯანდაცვის სამინისტრომდე იყო საქმე. თუ მაინტერესებდა რა, ჩემი ინტერესი ის იყო, რა უნდა გაკეთებულიყო. მე იქ მითხრეს, რომ რატო გააჩერეს წარმონაქმნი ამ დიდი დროის განმავლობაში ორგანიზმში და წინასწარ მითხრეს, რომ დიდი საშიშროებაა ფილტვმა დაიჭიროს უჯრედი. ანუ დიახ, ფილტვზე არის საშიშროება. ზუსტად ამ სიტყვებით მითხრეს ბატონოგია, ფილტვი დაიჭერს პირველ რიგში. სისხლის ფილტრია ფილტვიო, რაც მითხრეს მე ისრაელში და იქიდან რომ დავბრუნდი ფეხი რომ მოკვეთეს დათოს ფაქტიურად ფეხი საერთოდ არ აქვს. ამოსახსრა ქვია ამას ყველაფერს, მენჯიდან ამოიღეს ფეხი და კითხე რა ექიმებს მეთქი, რა შეიძლებოდა გაკეთება. იყო ისეთი მომენტი რომ შენ არ გაქვს ის დონე, არ იცი შენ იმდენი და ანუ იმ პერიოდში ბატონმა ივამ შეუნარჩუნა ფეხი. შეუნარჩუნა რა თქმა უნდა, ნერვის გადანერგვა ეს არ არის მარტივი ოპერაცია ბატონოგია. მარტივი ოპერაცია მაგრამ მე ვიცი რომ ბატონმა ივამ თქვენ გაგაფრთხილათ, შეიძლება ეხლა შენარჩუნდა ფეხი, მაგრამ მომავალში მაინც იყოს ამპუტაცია გარდაუვალი. არა, ბატონი ივა კი არა, ვერავინ ვერ მომცემდა მე გარანტიას. მის რომ ფეხის მოკვეთა არ იქნებოდა საჭირო, თუ შემდგომში გართულდებოდა სიტუაცია დათოსი, მაგრამ უბრალოდ როგორი მომენტი იყო, იცით რომ კონტროლის ქვეშ. კი ბატონო, მაგრამ ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ არ იყო ფაქტიურად რა დათო. აი იმ ოპერაციის შემდეგ ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და თქვენ ქალბატონო ბრძანეთ პეტი აპარატი ის ჩვენთან საქართველოში მაშინ არ იყო დღეს ინგოროყვას კლინიკაშია და დიახ ჩამოტანილია და ჩვენ ყოველ 6 თვეში ერთხელ დავდივართ იმის შემდეგ ბატონოგია ამპუტაცია ფილტვი ამოკვეთეთ დათოს ანუ ფილტვში წავიდა სიმსივნე ფილტვიდან თავში ეს ბატონმა გოგი ჩაატარა ოპერაცია ბოლოს გოგი მაღალაშვილმა საკმაოდ მაღალაშვილმა და იმის შემდეგ მე-4 წელიწადია დავდივართ ყოველ 6 თვეში ერთხელ კონტროლზე ინგოროყვას კლინიკაში აპარატი რაც თქვენ ბრძანეთ პეტის აპარატი და შედეგი დადებითი საბოლოოდ მე-4 წელიწადია რომ სიმშვიდეა ორგანიზმში რა დათო განწყობა შედი მე ვიცი რომ ცოტა შეიძლება გაგიჭირდეს ლაპარაკი შეგუებული ხარ შენ დაავადებას და რა განწყობა გაქვს? მე განწყობაზე რა ვიცი ვერ ვიტყურო ცუდად ვარ მე ყოველთვის ხალისიანად ვარ რაშიც ჩემი ძმაკაცები და ახლობლები მეხმარებიან რა ვიცი სახში ვერ ხედავ ის უგარეთ ვარ ძმაკაცებთან ერთად ვერთობი არა აქვს შენთვის ბრავო ძალიან მაგარი ისინი დაავადებას ის რომ აი მე ცუდად ვარ და სახში არ ქონდა ჩემს საერთოდ მაგაზე პრობლემა მე არაფერზე შენ არ იცი რამ ხელა სტიმული მიეცი ახლა იმ ადამიანებს ვინც არიან ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანები და მე ვფიქრობ მაინც ყოველთვის იმარჯვებს მხნეობა ძალა და დარწმუნებული ვარ რომ კარგად იქნები დიდი მადლობა რომ მოხვედით და ბატონო ივანე თქვენ დიდი მადლობა
რომ ამდენს უძლებთ და ძალიან კარგი мама ხართ და მე კარგის მეტი არაფერი არ მეთქმის. უღრმესი მადლობა. ამჟამად ბატონო გია. ვარ შეგაწევთ. პროტეზზე გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა უკვე რა, იმიტომ ხერხემალი გამრუდებული აქვს ფაქტიურად დათოს 6 წელიწადი ხდება რაც ფეხი არ აქვს და გამრუდებული ხერხემალი. ნუ სიმართლე რო გითხრათ რა, აი თქვენიდანაც აი ტელევიზიიდან რო დამირეკეს, მე დარწმუნებული ვარ რომ აღარ ქონდათ იმედი თუ დათო ცოცხალი იქნებოდა რა. აი ესეთი საუბრით მომმართეს რომ მივხვდე მე ამას ყველაფერს რა. ხო და მე მანამდე სერიოზულად არ მიბრძოლია იმისთვის რომ პროტეზი მეთქი, იმიტომ რომ მე სიცოცხლეზე მქონდა ბრძოლა, შვილი მყოლოდა ცოცხალი რა და თქვენ ეხლა ეგრო არ გეთქვათ, მე ამას ვერ ვიტყოდი, მე მიჭირდა, ნამდვილად მიჭირდა ამის. არა, მე რაც ჩვენ როცა კონტაქტზე გამოვედით, ჩვენ ძალიან ფრთხილად ჩვენ არ გვეგონა დათო ცოცხალი და აქედან გამომდინარე ამას და ესეც იყო ფაქტიურად იშვიათად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ხო გეუბნებით რა, ამ ბოლო დროს დავიწყეთ ბრძოლა იმისათვის მეთქი რომ პროტეზი იქნებ როგორმე დათოს და რა თანხებთან არის და ძალიან სერიოზულ თანხებთან რა. დაახლოებით მე გეტყვით $40,000-მდე. მე ხლა მიმართავ ტელემაყურებლებს. თქვენ ნახეთ დათო, რომელიც აბსოლუტურად საოცარი განწყობით არის მომართული, არის სიცოცხლის უნარიანი, 13 წლიდან ებრძვის ამ დაავადებას, სიკვდილს უყურებს თვალებში და ის არის მხნედ არეპუება და დავეხმაროთ თუ შეიძლება რომ მას გაუკეთოთ პროტეზი და მან გაიაროს ისე როგორც დავდივართ ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისთვის, სოფო, უღრმესი მადლობა. აი მე ვთვლი რომ შენ ჩემი სტუმარი არა, უბრალოდ თანამდგომი იყავი ჩემთან ერთად. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ რეკლამაზე გავდივართ და ძალიან მალე სხვა რაკურსით დაგიბრუნდებით. თბილისში ლოტკინის დასახლებაში ბერი გაბრიელის ხატებს უკვე 7 თვეზე მეტია მირონისტის. რას მოასწავებს წმინდა ნიკოლოზის სისხლისწრემლები, ამაზე სასულიერო პირები არ საუბრობენ. წალკა, ბერთას მონასტერი, როგორც ამბობენ, აქ მკურნალი კალმახები ცხოვრობენ. და ამ ადამიანს მიეცა გოგონა, რომელსაც დაარქვეს ბარბარე. ძალიან დიდი ხანი შვილი არ ეძლეოდა. წყალი ბოდბედან თბილისში, სპეციალურ ლაბორატორიაში მიგვაქვს. შემთხვია წმინდეს და რომ წავედი ასე თითი გამოიშვილა ეს. ესე მომაძახასავით. უწმინდეს მადლი დავასხივა. აი დაასხივა. თუ გაქრა. სტიგმატები არის ხილული სასწაული, აი არის. არსებობს სასწაულები, არსებობს სრულ სასწაულები. რა შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში? საქართველოში ბევრი ღვთისასწაული მომხდარა და დღესაც ხდება. ხატები, რომელსაც მირონი ზდის, კალმახები, რომლებიც მკურნალობენ ადამიანებს. და ამ საოცარ თემებზე ჩვენი ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე გაჩვენებთ სიუჟეტს. ეს ამბავი ზოგისთვის დამაჯერებელია, ზოგისთვის 21 საუკუნეში სასაცილო. ნახოთ სიუჟეტი. მილიონობით მორწმუნე ყოველწლიურად ამ რელიგიური სასწაულის მოლოდინშია. ღვთიური ცეცხლის გადმოსვლის საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია, ისევე როგორც ბევრი სხვა მისტიური ისტორია. თბილისში ლოტკინის დასახლებაში ბერი გაბრიელის ხატებს უკვე 7 თვეზე მეტია მირონისტის. ივლისიდან დაიწყო მირონდენა. სურათებსაც უყოლას აიხედავთ. ეს რუსთავია, წმინდა ნიკოლოზის ხატი. დაახლოებით 1 კვირის უკან შემოვაჩინე რომ უბრალოდ პატარა ლაქა იყო. თავიდან მეგონა მირონი. მაგრამ ნუ დავაკვირდი ეს არის წითელი ფერი. წავაბრძანეთ ეს ხატი ჩემს მოძღვართან და მოძღვარმა ანუ მითხრა რომ დროებით დავაბრძანოთ ეკლესიაში. რას მოასწავებს წმინდა ნიკოლოზის სისხლისწრემლები, ამაზე სასულიერო პირები არ საუბრობენ. წალკა, ბერთას მონასტერი, როგორც ამბობენ, აქ მკურნალი კალმახები ცხოვრობენ. ავადმყოფები მოდიოდნენ ხოლმე აქ უშვილო ხალხი მოდიოდა და როგორც ამბობენ, იკურნებოდა კიდეც ხალხი და დღესაც იკურნება. თავიდან, როდესაც ჩამოვედით ჩვენ, ძალიან დიდი თევზი იჯდა და ეძახდნენ ეს ბერძნები ვასილეოს, ძველ ბერძნულად მეფეს ნიშნავს. მე ეს თევზები მოკვდნენ და იმათ მაგივრად სხვა დგას უკვე, სხვა თევზი დგას. განსაკუთრებული
ადგილი როა მართლაც ეს და განსაკუთრებული შემთხვევა რა, იმიტომ რომ მე არ გამიგია ახლა მაინც და მაინც სხვა ადგილი, მე მგონი არც საქართველოში რომ აი ესეთ ადგილზე ეკლესია იდგას და აი არ მიდის ეს კალმახი, არსად არ გადის. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდის სასულისა. სწავლმოქმედი კამარი. 3 დღე უნდა იმარხულოს მამაკაცმა და დედაკაცმა და ამ 3 დღის მერე ორივენი ერთად მოდიან, სანთემბათებული დგებიან, პარაკლისის დაწყების წინ უკეთებთ აი ამ სარტყელს, რომელსაც ხედავთ. ერთ დღეს, როცა ერთ ადამიანს გაუკეთეთ ეს სარტყელი, ძალიან ცუდად გახდა და უნდოდა რომ დროზე მოეხსნა და დროზე მომეხსნა. და ამ ადამიანს მიეცა გოგონა, რომელსაც დაარქვეს ბარბარე. ძალიან დიდი ხანი შვილი არ ეძლეოდათ. და წმინდა ნინოს მკურნალი წყალი, რომელიც თქმულების თანახმად 17 საუკუნეს ითვლის. აქ უწყო ადგილია და უჭირდა მოსახლეობას და წმინდა ნინოს წყალი აღმოცენდა. ჩვენთან მოსულან ადამიანები, დიდებიც, ბავშვებიც, ნებისმიერი დაავადებისგან, სხვა შორის სიმსივნისგანაც განკურნებულები მოსულან უშვილოები, რომელსაც შვილი შესძენიათ და თვითონვე თვლიდნენ, რომ ეს წმინდა ნინოს წყლის მადლი იყო. წყალი ბოდბედან თბილისში, სპეციალურ ლაბორატორიაში მიგვაქვს. ჩვენ მეცნიერ ზურაბ ქუმციაშვილთან მივდივართ ბოდბიდან წამოღებული წყლის გამოსაკვლევად. სასწავლო მოქმედს რომ ეძახიან, ძირითადად მოსახლეობას გონია, რომ ეს განსხვავება არის მინერალიზაციაში, მაგრამ ეს ასე არ არის. როგორც ხელსაწყო გვიჩვენებს, წმინდა ნინოს წყალი აშკარად განსხვავდება ჩვეულებრივისაგან. არც ნაკურთხი წყლის საიდუმლო აღმოჩნდა მითი. ჩვეულებრივი წყალი გაფუჭდება, ასე ვთქვათ, შეიცავს თავის თვისებებს და ნაკურთხი წყალი დიდხანს შეინახება. რეალური ენერგეტიკული ზემოქმედება არის წყალზე. რაც თავარი განსხვავდება დიამეტრალურად აი ონკანის წყლისგან. ლოცვით ხდება ეს? დიახ, ლოცვით. კახიკავსაძეს რამდენიმე წლის წინ სიმსივნე აღმოუჩინეს. 7 ოპერაციის შემდეგ თბილისელმა ექიმებმა მის მკურნალობაზე ხელი აიღეს. ვზნობ, რომ არასასურველი სიტუაციაა რა. იქისკენ იხრება საქმე, რომ ჯობია საერთოდ დავანებო თავი და რამდენ ხანსაც იქნება და აი ესეთი სიტუაცია. სამკურნალოდ გერმანიაში გაამწესეს. გაფრენამდე 1 დღით ადრე უწმინდესმა დალოცა. ვემთხვიე უწმინდეს და რომ წავედი, ასე თითი გამოიშვირა ეს. აი ესე მომაძახასავით. ყველაფერი კარგად იქნება ეს. გერმანელი ექიმები შეშფოთდნენ. რომ აიღო, ასე გააკეთა. და მე ვთხარი, არ დაექვემდებარება ოპერაციას. უყურა და უნდა ვნახო. შემდეგ გაუგდნენ. არაფერი არ არის და რა გავაკეთო, რა ოპერაცია გავაკეთო. რაც ქვია, გადაიღეს იქ, ჩემს მაკაცებს გადაიღო და არ არის გასა. როგორ არ არის? არ არის არაფერია. უწმინდესმა მადლი დაასხივა, აი დაასხივა. თუ გაქრა. სასულიერო პირები და მეცნიერები ერთ რამეზე თანხმდებიან. სასწაულის საიდუმლო რწმენაშია, რომლის ძალა ჯერ არავის გაუსომავს. კიდევ ერთი სასწაული. მე არ ვიცი ეს ღვთისასწაულია თუ რასთან გვაქვს საქმე, ინტერნეტ სივრცე მოიცვა ამ კადრებმა. დღეს ჩვენი სტუმარი დუნს არღვევს თორნიკე ჯგერნაია სტუმრად ჩემთან. მოგესალმები თორნიკე. როგორ ახარ? კარგად. და სასიამოვნო რომ შენი სტუმარი ვარ. ამდენი წლის შემდეგ. თორნიკე, შენ დაარღვიე დუმილი, დიდი ხანია არ ჩანხარ ეკრანზე, მხოლოდ იმ თემით, რაზედაც დღეს უნდა ვისაუბროთ. რატომ გაქრი და რატომ აღარ საუბრობ სტიგმის თემაზე?
შესწორება შევიტან, უბრალოდ მე გავქრი ქართული ტელესივრციდან სტიგმატებთან დაკავშირებით, ანუ კონკრეტულად ამ თემაზე. ამ 4-5 წელს განმავლობაში რაც მე ვდუმვარ ამ თემასთან დაკავშირებით, არაერთხელ ვიყავი უცხოეთში, სხვადასხვა თოქ-შოუების მონაწილე, უბრალოდ საქართველოში მივხვდი, რომ ამის რესურსი ამოიწურა. რესურსი რას გულისხმობ? მე არ ვარ პოპ ვარსკვლავი. გაქვს ისტორია, რომელიც მოყევი. მაყურებელი დგება არჩევის წინაშე, დაიჯეროს არ დაიჯეროს, მიიღოს არ მიიღოს. გადავიპარსე თმა, იმიტომ რომ გახსოვთ გრძელი თმა მქონდა და დავიწყე ყველაფერი ნულიდან. ან ჩემი მეორე მე შევქმენი სხვა სიტყვებით რო გითხრა. თორნიკე, ჩვენ ახლა პარალელურად სტუდიიდან გვიყურებს მამა გიორგი სხირტლაძე, რომელიც ადევნებს ჩვენს საუბარს თვალს და ბოლოს გააკეთებს თავის კომენტარს და მასთან ცალკე დიალოგი მექნება. თან შეაფასებს, რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ შენ გაინტერესებს ყოველთვის სხვისი აზრი და განსაკუთრებით სამღვდელოების, ხო? თუ აღარ გაინტერესებს? არა, მოდი მე პირდაპირ ვიტყვი. ვინაიდან რადგანაც მე ვარ მრევლი, მე მყავს მოძღვარი, მე ვთვლი რომ ვარ ქრისტიანი, მე მაინტერესებს ის გზა, რაც მე გავიარე. მხოლოდ მე ვიცი მე რა გზა გავიარე, მხოლოდ მე ვიცი ვინ ვარ მე. ცოტა უხერხულია სიტყვას მამა გიორგი მიუხედავად ჩემ დიდი პატივისცემისა, ვიცნობ მე ამ ადამიანს. მამა გიორგი, რომელმაც შეიძლება ისიც კი არ იცოდეს, ფიზიკური მოვლენა ავიღოთ, რომელ წელს დავიბადე, ცოტა უცნაური იქნება შეაფასოს ჩემი სულიერი მდგომარეობა. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მამა გიორგიმ უნდა შეაფასოს ჩემი სულიერი მდგომარეობა და არა რაც ჩანს. არა, ჩვენ რასთან გვაქვს საქმე, მაყურებელმა რომ კიდევ ერთხელ გაიგოს, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ სტიგმაზე, წითელ პარასკევს, ყოველ წითელ პარასკევს შენს ხეულიდან დის სისხლი, როგორც შენ ამბობ, დის მირონი, ნუ ამის კადრებიც არსებობს და აი ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი. არ გწამდა ღმერთი, საერთოდ იყავი ურწმუნო. არა და მოდი მაშინ თავიდანვე ესე დავიწყებ, განმეორებადი რო არ ვიყო. პირველ რიგში მადლობა ღმერთს იმისთვის, იმიტომ რომ მე სტიგმატები მაქვს, დღესდღეობით თავს უწოდებ ქრისტიანს. რაც შეეხება სტიგმატებს. ეს არის სისხლინარი ჭრილობები. ჭრილობები, რომელიც იმეორებს მაცხოვრის ვნების, ანუ იქ სადაც მაცხოვარს ქონდა, რა ადგილებს მაცხოვარს ქონდა, მიაყენეს ვნებები, მეორდება ადამიანზე. შენი სურვილი არ ყოფილა არ ჩახედული ყოფილი არა, ფიზიკურად შეუძლია. იცოდი საერთოდ თავიდან რა არის სტიგმა, რა არის სტიგმატი. როდესაც ხელებდაბინტული მივდიოდი ქუჩაში, მაჩერებს ჩემთვის უცნობი ადამიანი დღემდე, რომელმაც მითხრა, რომ ესო სტიგმატებია და თქვენო სტიგმები გაქვთ და მაშინ გავიგე ზოგადად ამ სიტყვის არსებობის შესახებ, რომ არსებობს ეს როგორც კონკრეტული ფენომენი. რაც შეეხება შენს მეორე შეკითხვას, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი ვერ იქნებოდა ფიზიკურად შეუძლებელი რომ ამის სურვილი გქონდეს. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ მე ვიყავი არელიგიური ადამიანი თავიდან ბოლომდე. ეს არ არის რაღაც მოდური სიტყვები. მე ვცხოვრობდი საკმაოდ თავისუფალი ცხოვრებით. ვიყავი როკერი, კერძოდ მეტალისტი. მქონდა რადიკალურად განსხვავებული გატაცებები. ნუ როგორ მეცვა და როგორ მეხურა წარმოსადგენი ალბათ ოღონდ მე არ გავიზარდე საქართველოში, მე ვიზრდებოდი რუსეთში და აქედან გამომდინარე, აი ფილმებში რასაც ხედავენ ხოლმე შავი სამოსი მეტალები. ანუ მიმბაძველობა გქონდა თავიდან. მიმბაძველობა მქონდა, მაგრამ იმ მუსიკაში, რასაც მე უსმენდი თავისუფლების მიმართ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ღმერთის მიმართ მე ვიყავი ირონიული და ხშირ შემთხვევაში ცინიკურიც კი. ჩამოდივარ საქართველოში და საქართველოში არის პერიოდი, როდესაც ბუმი არ წმენის. ყველა გახდა მორწმუნე, წავედი დავტოვე სხვა საქართველოს, ჩამოვედი და ვხვდა სხვა საქართველოს. მეგობრების თხოვნით, ის რომ მათ გვერდით ყოფილიყავი, წავედი ეკლესიაში. მანამდე ვიყავი ნამყოფი ეკლესიაში, მაგრამ არ იყო ჩემთვის ინტერესის სფერო. იყო დიდი ხუთშაბათი და ჩვეულებრივად ტარდებოდა ლოცვა. 7 გზის ეთისხებას ატარებენ დღემდე მახსოვს. და
შევედი ტაძარში მოწყენილობისგან, ჯერ გავაპროტესტეს ბევრი ხალხია, მე აქ არ მომწონს, ვაპროტესტებდი, ესენი შევდნენ, მე გარეთ დავრჩი, შემდეგ შევედი ტაძარში. შევდივარ ტაძარში, აღმოჩნდი ძალიან ახლო სასულიერო პირის გვერდით. ხედავ, რომ ამოდის კვამლი დგება. ცისფერი ფერის კვამლი დგება ეკლესიაში, ტაძარში. კანკელს რომ ეძახიან, ანუ ადგილი, სადაც მხოლოდ სასულიერო პირი შედის, ეს კარი არის ღია და ვუყურებ ამას. ოღონდ მგონია, რომ ეს ესე უნდა იყოს და მგონია, რომ შიგნით აკმევენ და ეს კვამლი ამიტომ დგება და ხელოვანი ვარ, 3 წლიდან ვხატავ. და ბუნებრივი იყო ძალიან ლამაზი, ნახავთ, მეთქი დავესწრები იქნება. რაიმე თემა ავიღო, კონცეფცია გახდეს ჩემთვის. სულ დაიფარა თავიდან ბოლომდე. ძალიან ისეთია გასახსენებლად. ბეროდიოლები ვილაპარაკო სტიგმატებზე, ვიდრე, იმიტომ რომ პირველი შეხება იყო ეს. და ხედავ შემდეგ რომ რაღაც ანათებს. და უცებ აი ეს განათებული ბურთი, რომელიც მე მგონია მზე, იღებს ჯვრის ფორმას. ცეცხლოვანი ჯვარი არის, რომელიც მთელ კანკელზე აი შიგნიდან ეს ცისფერი ბურუსი და ეს ჯვრის ფორმა. აი ესეთი ბურთებისგან იკრება სხივი და მოდის. და მოდის ჩემსკენ. ნუ ხედავ რომ ეს სხივი მოდის ძალიან ნელა. მინდა რომ გამოვიდე. იმიტომ რომ ცუდად გრძნობ თავს. არ ვიცი ვუთხრა თუ არა გვერდით მყოფს რასაც ხედავ. აზრი არ ვარ სადვარ და აი ამ ფიქრებში გულმკერდის არეში მომხვდა ეს სხივი. რაღაც არ ვიცი, ხოდა წამევიდა გული, გავიტიშე მომენტალურად. იქ მოვედი აზე, როგორც ხდება ხოლმე წყალი ესე. ანუ მომასულიერეს ეგონოთ რომ წამევიდა გული. და იმ დღის შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო. არ შეგეშინდა? შემეშინდა, მაგრამ ვფიქრობ რომ მე თუ ამას ვიტყვი წამიყვანენ ფსიქიატრთან. ან მიმიყვანენ მღვდელთან და ერთიც და მეორეც არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. ეხლა როგორი გაქვს? აი ეხლა. და დაუბრუნდეთ. ვის მიმართ? სამღვდელოების მიმართ. სამღვდელოების მიმართ მაქვს დადებითი დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვერ ხედავდე მათ ნაკლს. ანუ არსებობს ნაწილი სამღვდელოების, რომელსაც მე ვუყურებ საკმაოდ ფრთხილად. ხიბლში ხომ არა ხარ ჩავარდნილი? რთული ამ კითხვას გასცე პასუხი. გააჩნია რა იგულისხმება ხიბლში. თუ ჩემს სტიგმატებს ავიღებთ. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მოდი მე ესე ვიტყვით, ვიქნები, ეს არავის არ მოხიბლავს. ის რაც თორნიკე ჯგერნაიას გადააქვს პარასკევიდან კვირამდე, ეს ფიზიკურად ვერ მოხიბლავს. თუ ჩემს ბოდიშს წითელ პარასკევზეა ხო საუბარი? და ამას ახსნი რატო? ბოდი დავამთავრებ რა ამას ერთადერთი. მაგრამ თუ თორნიკე ჯგერნაიაზე, როგორც ადამიანზე, რომელმაც მიიღო 2 სასულიერო განათლება, რომელიც ოფიციალურად გახდა ხატმწერი, რომელიც წავიდა რუსეთშისაც, თუ ჩვენ განათლებაზე გვაქვს საუბარი, ანუ ის რომ მე ესე მეტყველებ და თამამი ვარ, მაშინ შეიძლება იყოს მომენტები, როცა ვარ მე ხიბლში. შენ თქვი ესეთი რამ, რომ მე ვარ პირველი სტიგმატი მართლმადიდებულ სამყაროში. ესეც არ გაგდებს, არა ხარ ამაყი. მე არ ვამბობ სხვა ხიბლს, მე ვამბობ სულიერ ხიბლზე. ეხლა ვეკეთყვით, ისევ არის ვერბალური პრობლემა. ამას თორნიკე კი არ ამბობს, ამას ამბობს 21 საუკუნოვანი ისტორია. ანუ ისტორია ამბობს, ამას თორნიკე ყვება, როცა ეკითხებიან. შენ განიცდი, როგორც შენ ამბობ, განიცდი იმ ტკივილს, რა ტკივილსაც განიცდი და მაცხოვარი ჯვარცმის დროს. მე მახსოვს პირველი ჩვენი შეხვედრა. მე ვნახე ინტერნეტში მასალა, მე მინდოდა შენთან ერთად დაჯდომა, გასაუბრება. და მოვდიოდი სერიოზულად მომზადებული, მოკრძალებული, შეშინებული და აი როგორც მივდივარ ხოლმე ეკლესიაში. და დამხვდა ახალგაზრდა ბიჭი, დახეული ჯინსებით, რომელმაც ამოიღო სიგარეტი და მე დავში გაოგნებული. შენ თამამად დადიხარ, ხარ ხელოვანი,
აკეთებ ძალიან საინტერესო სამკაულებს, შემდგარი ადამიანი ხარ, ნიჭიერი ადამიანი ხარ და აბსოლუტურად განსხვავებული, რადიკალური, მოცილებული თითქოს მართლმადიდებელ სამყაროს. და უცბად წითელ პარასკევს შენ გაქვს ჭრილობები, რომელიც ქონდა მაცხოვარს. აი ეს როგორი თავსობაა ამ ყველაფერში? ისევ და ისევ უნდა ვთქვა, რომ მოდი დავკონკრეტდები, რადგან სასულიერო პირი გვისმენს, იმიტომ რომ უყვართ ხოლმე ჩემი სიტყვების დამახინჯება. მე ყოველთვის ვიძახი, მე განვიცდი იმას, რაც შეიძლება რომ განიცადოს ადამიანმა. ეს სიტყვა არის კვანძური ამ შემთხვევაში. თორნიკეჯგერნა ეს არ აქვს ამბიცია, რომ ის არის ქრისტე. საერთოდ მიმაჩნია, რომ წმენა უნდა იყოს დაფარული. ანუ მე გავურბი საჯაროობას ამ რწმენისას. რა თქმა უნდა, გაჩნდება შეკითხვა, მაშინ რა შეგჭამა თავის სტიგმატებით? რატო ეს ბიჭი რატო გვახსენებს? რატო გვახსენებს თავს ამ თავის სტიგმატებით? სულ ვიძახდი და ვამბობ, რომ ის რომ ეს სტიგმატები მაქვს, ეს ჩემთვისაც არ არის ბედნიერება და არავისთვის არ არის ბედნიერება. ხილული სასწაული ჭირდება ერს, რომელიც დაშორდა ღმერთს. როცა მე ეკლესიაში ვიყავ მონასტერში, მე ვერ ნახე იქ ის ადგილი, აი თუნდაც სასულიერო პირი, რომელიც გულში ჩამიკრავდა, რომ ხო შვილო, შენი დანაშაული არ არის, რომ შენ შუბლზე ჯვარი გაქვს. მაქვს. მე არ ვიცი უბრალოდ გამოსავალი რაშია. რა გინდა შენ, რა გინდა? ანუ რას მოითხოვ სასულიერო პირისგან? მე არაფერს არ მოვითხოვ. ყოველთვის აღიარებე? შეგრძნება. მე არ მინდა აღიარება. ანუ მაგ სასწაულს თუ აღიარებენ? გია, სტიგმატები არის ხილული სასწაული, აი. ეხლა ვინც არ უნდა იყოს, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისა, შენ იქნები, სტუდია იქნება, სასულიერო პირი იქნება, არის. აღიარება ჭირდება რას? რაც არ ჩანს, რაც არის უხილავი, რაც არის დამალული. აქვე პირველად ვიტყვი მოდი შენს გადაცემაში, რომ მადლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც როცა მე ვტიროდი, ვინც არ უნდა დაიჯეროს, ეს არის ჩემი ისტორია, რომელსაც ისე ვყვები, მანაც იტირა. ძალიან თბილად მიმიყო და გულში ჩამიკრა. შენთან ერთად იტირა პატრიარქი. შენთან ერთად იტირა, როცა მე ვყვებოდი, იმიტომ რომ ყველას გონია რომ ეს არის ფერადი ბრჭყვიალა, რომ თორნიკე პოპულარული გახდა სტიგმატებით, რა შვაშია პოპულარობა სტიგმატებთან. ეს არის უმძიმესი ჯვარი. აქვე იმასაც დავძე. ეშმაკისგან არის ღვთისგან არის. შენ თუ მორწმუნე ხარ, არაფერი არ იცვლება. თუ ეს ყველაფერი ეშმაკიდან არის, მაშინ გაძლიერდი შენს რწმენაში. შენ თუ მორწმუნე ხარ და გჯერას რომ ეს ყველაფერი ღვთისგან არის, მაშინ მაინც გაძლიერებ რწმენა. თორნიკე არის განწირული ტიპი, რომელსაც წელიწადში ერთხელ აკითხავს ეშმაკი წითელ პარასკევს, რომელიც ჯვარს აცვავს, ცოტა პარადოქსულად ჟღერს ახლა. ხო, მაგრამ თორნიკე, დამეთანხმები, ცხოვრობთ საქართველოში და ეს ამას პირველად არისმენ შენ ჩემგან, რომ შენ იქ რაღაც სანამ გამოხვალ ოთახიდან, მანამდე იქ რაღაცას იზიანებ თავს თუ მოგდის სისხლი და მე ხდება ეს ყველაფერი. ისეთ რაღაცებს ამბობენ საერთოდ ადამიანები, რომელსაც ვერ გაუწევ წინააღმდეგობას. აი მაგალითად მე მომივიდა აზრად, შეიძლება ესეთი რამე რომ წითელ პარასკევს სადაც არ ვიცი, მოედანზე დადგე და ეს ყველაფერი ნახოს ხალხმა. შეიძლება ესეთი რამე თუ არა? სხვათა შორის მე მქონდა მსგავსი იდეა ოდესღაც როცა მჭირდა ეს, რომ რას მერჩიან, აი მაქვს და მინდოდა დამტკიცება. მოდი აქვე ვიტყვის რაღაც მითები, ოთახები, არაოთახები, სამწუხაროდ მაპატიეთ, რომ უფრო დიდი სახლი არ დამიტოვა ბაბუამ, ჩემი სახლი იტევდა მხოლოდ 80 ადამიანს. გადაღებული ეს კამერები? ყოველ წელს, კი. ორტემ გადაიღო 2 წლის უკან, სადაც ვერსად ვერ გაინძრეოდა თორნიკე ჯგერნაია კამერების გარეშე. რა ტელევიზია, ორტემ ყველამ კარგად იქ არავინ არ გაპარპაშებს ის, რომ შენ 40 წუთი ეთერი დაგითმონ. მოდი ამას დავამთავრებ რა. 6 წლის განმავლობაში 80-მდე ადამიანი ყოველ წელს ესწრებოდა ამ პროცესს თავიდან ბოლომდე. ის რომ მე ხატებთან მივდიოდი და ვლოცულობდი მაპატიეთ, მომიტევეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა არსად არავინ ჩაკეტილი არ ყოფილა. სტიგმატები იხსნება წამებში, ანუ ერთ წამში სადღაც აბსოლუტურად ყველა ჭრილობა იხსნება. ამის შემდეგ უკვე რაც სტიგმატები დაიხსნა,
მე ღმერთთან გამარტოვდები, სასულიერო პირთან გამარტოვდი. ყოფილან ჩემთან სასულიერო პირები ჩამოსული, მისთან ერთადაც გამარტოვდი. ეს დანაშაულია. ერთვენი ერთ დღეს ავკრძალე, ყოველ წითელ პარსკევს მე უკვე ვარ მარტო, მხოლოდ საკუთარ თავთან. ვერავინ ვერ ნახულობს ჭილობებს, მიბინტები თავიდან ბოლომდე. ანუ აღარ გადაიღებ აწი და არ შეიძლება გადაღება? 2 წელს უკან როგორც დაუშვი გამონაკლისი, რა თქმა უნდა, ამ დღეს მე მაქვს ჩემი პირობები, როგორც დაუშვი გამონაკლისი უცხოურ ტელევიზიაზე, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს შემთხვევა, რომ ამის გადაღება დავუშვა. ჩვენ არ მოგცემ ამის გამონაკლისს, ყველა პირობას შეგიქმნით. ყველა შენ წამოყენებულ პირობას შეგიქმნით. ანუ მე დაახლოებით ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრეთ, ანუ აი რასაც იტყვი ჩვენ გავაკეთებთ და რომ მოგცეთ აი ამ კადრების გადაღების საშუალება. მოდი მაშინ მე ესე გეტყვი. იმიტომ რომ მეორეჯერ მიწევს ამ პირობის დადება ქართულ ტელევიზიაში. თუ ყველაფერი იქნა ისე, როგორც ერთი მხარე მოითხოვს და ეს პირობები დაკმაყოფილდა, კერძოდ შენს გადაცემას ამის გადაღების პრობლემა არ ექნება. თქვენ ჩემს სულში უნდა აფათუროთ ხელებს, შეიძლება ცუდად ჟღერს. ხო, ეხლა ეგ არა. ამიტომ აქვს პირობები ყოველას გონია რომ მე ფულს ვითხოვ. ამაზე არ არის ლაპარაკი. ანუ მაქსიმალური კომფორტი არის საჭირო ჩემთვის. თუ ამ კომფორტს მე შემიგდის, როგორც ეს შექმნა უცხოურმა ტელევიზიამ, რა თქმა უნდა, ამის პრობლემა არ არის. მოდი, მამა გიორგის დაუსვათ კითხვა. მამა გიორგი, მოგესალმებით. მერტმა დაგლოცოთ. მეც მოგესალმებით. მამა გიორგი, თქვენ ისმენდით ჩვენს დიალოგს, მე და თორნიკეს დიალოგს, მაინტერესებს თქვენი შეფასება, რასთან გვაქვს საქმე? შეფასება ეს ძალიან რთული სიტყვა, იმიტომ რომ აქ არის კონკრეტულად ჩვენ გვაქვს საქმე ადამიანის შინაგან გამოცდილებასთან. ეს ვერასდროს ვერ იქცევა შოუთ, ვერასდროს ვერ იქცევა იმ ხელების ფათურად, ასე ვთქვათ. ამიტომ შინაგანი გამოცდილება ჭეშმარიტების მძებნელისა, რასაც მე ვხედავ, ადამიანი ეძებს ჭეშმარიტებას. ჯერ იგი ახლოს არის სასופველი ცათასთან, პრინციპში რომ ვხედავ, იგი ახლოს არის ჭეშმარიტებასთან, მაგრამ ჯერ ვერ უპოვია. ერთი არის რომ რეალობა ერთი რჩება. ყველანი ჩვენ სიზმრებს ხედავთ, მაგრამ რეალობა ერთია. ყველა ადამიანი საკუთარ სიზმრებს ხედავს, მაგრამ რეალობა ამ სიზმრებით არ იცვლება. ეს მეორე. სხვათა შორის ძალიან ყურადღებით უსმენდი და მე ვიცნობ ამ ახალგაზრდას ესე შორიდან ძალიან სიმპათიითაც ვარ განწყობილი პირადად. არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ თვითონ თქვა რომ ეს არის საკმაოდ მძიმე ჯვარი. ეს არის ასე ვთქვათ საკმაოდ მძიმე ტვირთი, მე ვიტყოდი ტანჯვა ტვირთი, მძიმე ასატანი თვითგვემა, რომელიც დაკავშირებულია რაღაცა არასასიამოვნო ტანჯულ განცდასთან. მე ვფიქრობ, რომ უფრო ეს გამოცდილება გავს ტრადიციულად ოკულტური ლიდერების, ოკულტური სექტების ლიდერებისაც და რიგითი წარმომადგენლების ხშირ ეზოთერულ გამოცდილებას. ეს ხედვები, საკმაოდ ვთქვათ, ეფექტური დაძახებები უცხოების, სხვათა შორის უამრავი ოკულტისტი, დიდი ადეპტი, რომელიც ყოფილა, მათ ესეთი შემთხვევითი ბჭყალებში ვითომ კეთილი დაძახებები მიუღიათ და მათ გამოხმაურებაც ყოფილა პასუხგაცი. დემონური რეალობა ბაძავს ჭეშმარიტებას, ბაძავს მასტური ქრისტეს და ბაძავს ძალიან წარმატებითაც ბჭყალებში, ხო? ეს მიბაძვის ტექნიკა, მე არ ვიძახი ამ ადამიანზე, უბრალოდ მიბაძვის ტექნიკასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ილუზიასთან არ გვექნეს საქმე. ჩვენ აქ საქმე გვაქვს უფლის საიდუმლოებებთან, რომელთანაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ შოუ და ზედმეტი. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს სჭირდება ძალიან კარგი თვითჩაღრმავება, შესანიშნავი პიროვნება. მამა გიორგი, თუ ხართ თანახმა და თუ დაინტერესდებით, ჩვენთან ერთად, იმედის ჯგუფთან ერთად წამობძანდეთ წითელ პარასკევს და დაესწროთ აი ამ შემთხვევას, როცა ჩვენ ამას გადავიღებთ ყველაფერს. მე ვფიქრობ, არ მიემსგავსოს კიდევ ერთი სექტის ლიდერის შოუს, რომელმაც მოიწვია სულები, ასეთ შოუზე მოიწვია სულები
ჩაატარა სპირიტუალური სეანსი, სხვათა შორის მშვენივრად ჩაატარა, იმიტომ რომ შედეგი ძალიან სავალალო იყო. რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე ფსიქიურად შეიშალა. სხვა ლიდერებიც ყოფილა, რომლებსაც უცხო პლანეტელები მოუწევიან, ასე ვთქვათ. და გაუყიდია ძალიან ძვირად ბილეთები, ხლა ეს არ ეხება ამ ტელევიზიას, ძალიან ძვირად გაუყიდა ბილეთები და შემდეგ თვითონ არ დახვედრია და ასე შემდეგ და შემდეგ. ეს შემთხვევები ძალიან ბევრია. რაც შეეხება ბილეთებთან დაკავშირებით, თორნიკე ძალიან ხშირად უთქვამთ, რომ ფულს იღებ თუ მკურნალობ თუ რას. ჯერ ერთ სიტყვი ერთად ბოლო შედარებას ყურადღებით ვუსმენდი. საბედნიეროდ თორნიკემ არ შექმნა ხატები თავისთვის, საბედნიეროდ თორნიკემ შექმნა ხატები ეკლესია მონასტრებისთვის, რომლებიც დასვენებულია. საბედნიეროდ თორნიკემ არ შექმნა ხატები თავისთვის, საბედნიეროდ თორნიკეს ხატები დასვენებულია სხვადასხვა პატრიარქების და ეპისკოპოსების პანაღიებად აქვს დასვენებული. ესე რომ ცოტა ხატების შექმნა ძალიან რთულია. ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთი დონის რომ გავექცი ამ ყველაფერს. ცხოვრებით შენ არ ვცხოვრობთ ისეთი. გამომდის ხან არა. რაც შეეხება ცხოვრებით რომ ჯერ სასწავლები ვახტით. დღემდე არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მე თორნიკე ჯგერნაია მიმიღო. თუ თქვენ მეკითხებით მაქვს თუ არა მე ხედვები. სტიგმატები ბუნებრივია, გარდა სულიერის არის ბიოლოგიური მოვლენა. რას უკავშირდება ხა გეცოდინება როგორც ფსიქოლოგს, როდესაც მგრძნობელობა იმატებს. რა თქმა უნდა, როდესაც მგრძნობელობა იმატებს, მე შემიძლია ბევრად მეტის აღთქმა, ვიდრე თქვათ, ჩემს გვერდით მყოფ სხვა ადამიანს. მე არასდროს არც ერთ ადამიანს არ პირდები მკურნალობას და ვეუბნები, რომ ქრისტე კურნავს. პროცესული ინკურნება და ქრისტე განკურნავს ზიარებით და აღსარებით და გზას უჩვენებ ეკლესიისკენ. ჩვენ რამოდენიმე ტერაქტი იწინასწარმეტყველე. ამერიკის ტყუპები, ნორდოსტის ტრაგედია და კიდე რამოდენიმე. აი, რამდენი ხნით ადრე წინასწარმეტყველებდი ამას? შეგრძნებებით ნახე, ისევ და ისევ აღნიშნავ და გადმოვიტანე, დავხატე ნახატი. დაემთხვა ისე, რომ ჩამოვიდა კომსომოლსკაია პრავდას ჟურნალისტი. ჟურნალისტური გამოძიებას აწარმოებდა. და პირველზე მოვყვები, რადგან ამერიკის პირველი შემთხვევა იყო. მივეცი ინტერვიუ, სადაც ეს ორი მაღალი შენობა იყო, რომელიც გადიოდა თვითმფრინავი ერთ-ერთში იყო ის ტრაგედია, რაც შემდეგ და იქაც არ მითხოს, რომ მე წინასწარმეტყველები რომ ეს მოხდება. ვეუბნები რომ რამდენი წლის ადრე იყო ეს? 3 თვით ადრე. 3 თვით ადრე. რა შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში? ანუ შენ გინდა რომ ეხლა მე ეთერში ვიცინასწარმეტყველო? ნუ რა თქმა უნდა, მინდა. მე აქ არანაირი მსგავსი შეგრძნება არ მაქვს და მაყურებელს ვერ მოვაყენებ. არა, აი გუშინ წინ, ერთი თვის წინ, რამე ისეთი შეგრძნება გქონდა, რომელიც შეიძლება მოხდეს? კი მქონდა. თქვი. საქართველოშია თუ მის ფარგლებს გარეთ? მასშტაბურია ბევრად, ვიდრე საქართველოში და მის ფარგლებში. ძალიან ზოგადი თემაა. რა არის ეს? რას ეხება? არ მინდა ამას საუბარი, იმიტომ რომ მაყურებელი არ მინდა დარჩეს თორნიკესგან შეშინებული. მაგრამ მაყურებელი აუცილებლად იფიქრებს, რომ თორნიკე არ ამბობს ან იტყუება. მე მირჩევნია მაყურებელმა იფიქროს, რომ თორნიკე ეხლა ამ წუთას იტყუება და არსებობდეს 4 წინასწარ 3 თვით ადრე მიცემული ინტერვიუები ტრაგედიებზე, ვიდრე თორნიკემ ეხლა მაგრამ შეეშინდება მაყურებელს თორნიკე და თქვი? ანუ საშიშია საქართველოსთვის? არა, საშიში არ არის. ადამიანს, რომელიც ძლიერი ან გაძლიერდება რწმენაში, არაფერს საშიში არ არის. ან თუ საშიშია და გადალახოს, არ მინდა გი ამას საუბარი. ეს იქნება ერთადერთი თემა, რომელსაც არ ვისაუბრებ. მამა გიორგი, რამე რჩევა ხომ არ გექნება თორნიკესთვის? რჩევა ერთი შემიძლია მივცე, როგორც ყველა მოძღვარს შეუძლია თავის სულიერ შვილს, მრევლს, ქრისტეს მიერ მრევლს მისცეს. თქვენ კარგად აღნიშნეთ, რომ თქვენში გამოსახულია ქრისტეო. აი ეს სიტყვები, ამ სიტყვებს მინდა ჩავეჭიდო. ქრისტე მართლაც გამოსახულია, იმიტომ რომ ადამიანში, ყველაში ხატება და მსგავსება ღვთისა ძევს, მაგრამ მეორე არის რომ ხატება ჩადებულია, მაგრამ მსგავსება დავალებაა. ამიტომ მე ვუსურვებდი რომ ყოველივე რასაც იგი შეასრულებს, რასაც იგი ისურვებს, განახორციელებს, ასე ვთქვათ, ვიტყოდი საღვთოსაც თუ ადამიანურსაც, მოდით მართლმადიდებლური ეკლესიის დოქტრინის ჩარჩოებში შეკეტოს, რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში არ ჩაგვაგდოს.
და არ დაგვსაჯოს. დიდი მადლობა მამა გიორგი, დიდი მადლობა. მოდით ძალიან დიდი მადლობა. ეს გადავაჭარბეთ. მოდი ერთი სანამ დავემშვიდობებით რა. ჩემზე იტყვიან, როგორ ეცვა, როგორ საუბრობდა, ზოგს მოეწონება, ზოგს არ მოეწონება. აი ამ კონვერტში პასუხი ყველა კითხვაზე. არაფერი საერთში არ არის. უბრალოდ როგორც პერფორმერი არ მინდოდა ამ სტუდიიდან ისე წავსულიყავი. შეიძლება თვალები არის სული სარკე. საზოგადოება თვალებში არ იყურება. არ აინტერესებს. მაშინ მე ესე გავაკეთებ. ესეთი მცირე პერფორმანსი. დიდი მადლობა. ოღონდ გითხარი რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ღმერთიანი მხოლოდ თავისუფლებაში. მორწმუნეა, ურწმუნოა, გზასაც და ახლოს არის გზასთან არა, მხოლოდ თავისუფლებაში იპოვნის. თავისუფლებაში ოღონდ არაზღვარ გადასულობაში. თვალებზე იმიტომ რომ უნდა უყუროთ ადამიანის თვალებში და რადგანაც არ უნდა თვალები, წარწერით. კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი გადაცემა დამთავრდა. გემშვიდობებით. ყოველ ხუთშაბათს 22 საათზე უყურეთ სხვა რაკურსს გია ჯაჯანიძესთან ერთად.